მოგესალმებით, ჩემი შუაღამე ეთერში. მოგესალმებით. როგორ ხარილა? მეტგრად, როგორც სიტყვიან, მივესალმები ყველას და ხო, კიდევ ერთხელ სულ ხო ძალიან ბევრი რამე ხდება ხოლმე არც იცი ადამიანმა საიდან დაიწყო. თან იმაზე ვფიქრობ და მეცინება რომ გახსოვს რომ ვიწყებდი ჩვენ მაშინ შენი შუაღამის, რა თქმა უნდა ეს ფონი სულ იყო და ეს დაწაბულობა სულ იყო, მაგრამ მაინც ესეთი აჩქარებული მოვლენები არ იყო, რომ აი დღეში რომ უკვე 1-10 თემა არაზე შეგიძლია ისაუბრო, რაც ხდება. მაშინ მახსოვს რომ ამოდით რომ აი ჰაილაიტები უფრო დილის გადაცემისთვის ქონდა ფორმატად მოფიქრებული, იმიტომ რომ კვირიდან კვირამდე ბევრი რამე გროვდებოდა მაშინ. და ეხლა წარმოიდგინე და ჩვენ თქვით რომ აი 2 დღეში, როცა ვიწყებდით პროექტს, 2 დღეში იქნება იმდენი, რომ თქვა ესე გავშალოთ თემა, რომ აი ჰაილაიტში ჩავსვათ თუ რაღაც და ეხლა რო ვფიქრობ, რამდენი რამე ხდება, რომ არც იცი უბრალოდ აი რომელ თემას შეეხო რა. უბრალოდ მაინც მე დავიწყებ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით, ახლა შენ ხედავ რომ აქ ერთად ვცდილობთ რომ ის ადამიანები რომლებიც ახლა უკანონოდ არიან ციხეში და ყოველთვის მე განსაკუთრებულად მივესალმოთ. ყოველთვის. ოკმელას სასამართლო იყო და სასამართლო ისევ გადაიდო კი და ოკმელ თუ ეხა შენ მე მიყურებ, მოგიკითხავ დიდი სიყვარულით, მე სულ დავდივარ შენ სასამართლოებზე, უბრალოდ ყოველთვის პატარა დარბაზია და ვერასოდეს შემოვდივარ შიგნით, აქედან მოგიკითხავ დიდი სიყვარულით და მოვიკითხავ ყველა უკანონო პატრონს, ბოდიში რა. არა, მიდი კაცო, ეგ ორივე საქმეა. ამგლობელსაც, რეზო კიკნაძესაც და მე ვიცი რომ რეზომ წერილი მოგწერა და ძალიან მეინტერესებს ეს ამბები. ნიკუშა კაციაც უნდა მოვიკითხოთ და მის მიმართ რაღაც კატასტროფულად არაადამიანური მოპყრობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ეს მართლა რაღაც წარმოუდგენელია, როგორც ექცევიან ნიკუშას ციხეში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მალე შეწყდება. საბოლოო ჯამში რომ აუცილებლად სამართალი იზეიმებს და ეს ადამიანები, ვინც ამის უფლებას აძლევენ, რომ ისედაც ციხეში მყოფ ადამიანს აი ეს სასტიკად მოექცნენ, ანუ ელემენტარულ საკვების მიწოდებაზე არის საუბარი, ყველაფერს სხვას რო თავი დავანებოთ, ესენი აუცილებლად უნდა დაისაჯონ, აუცილებლად ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ასე არ შეიძლება და ხო არ ვიცი, ჩვენი გამხნევება, დიდი სიყვარული ყველა ადამიანს, რომელიც ახლა უკანონოდ არის დაპატიმრებული, ჩვენ თქვენთან ვართ და ჩვენ არ მიგატოვებთ, არ დაგივიწყებთ და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებში იქნება და არ დავიშურებთ ძალას და ენერგიას და რესურსს თქვენთვის. კი ბატონო და მე და უკმელას ერთი ისეთი კრუიზი გვაქვს მორწმული, ანუ ევროპაში რაღაც გადაღებებს მთელი პერიპეტიებით იყო, ხა თუ ვიყურებს ალბათ გაეცინება, ისეთები ხდებოდა და მეორე ერთი ძალიან ისეთი ძალიან კარგი საერთო მეგობარი ყავს. ძალიან გელოდებით მოკლედ ოკმალ ბაგებში რომ ვერანდაზე დავждეთ და ვისაუბროთ რა. რაც შეეხება რეზოს შენახსენე, გუშინ ვიყავი სახლში და ჩვენ ერთი საერთო მეგობარი მე და რეზოსი, რეზოს ძალიან დიდი კალათბურთის მოყვარულია და ეხა იქ თავის მისი საყვარელი მოთამაშე ლუკა დონჩიჩია და ეხა ტრავმა აქ არ თამაშობს და ერთი სული აქვს რომ ნახოს, ძალიან აკლია და აი საკალათბურთო ჯგუფში ყველას რაღაცა ძალიან ისეთი კომუნა გვაქვს, ახლო ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ამიტომ რეზოსთან მიმართებაშიც ყველა სხვანაირად მკივა, ასე ვთქვათ რა და გუშინ მომწერა საერთო მეგობარმა რომ აი შენთანო წერილი აქვს და აი ადვოკატს დაგაკავშირებო და გადმოგცემსო და მეთქი მე ვერ წავიკითხო, მეთქი დანიშნულები შენ წაიკითხე მეთქი, იმიტომ რომ ეხა მე აი რაღაცა ეგრევე დამეწყება ეს სენტიმენტები და რაღაცა და მეთქი წაიკითხე და წამიკითხა რა და ეხა მე შინ არზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მხოლოდ მისი ნებართვა მჭირდება. ვით უმეტეს რომ რეზო მითხრა რომ მე ვაპირებო რომ დავწერო წერილიო, ამ წერილის შინ არსეს მოდი წინასწარ არ ვისაუბრებ, უბრალოდ წერილს რომ დაწერს, მე მთხოვა რომ ეთერში წავიკითხო, რა თქმა უნდა, აუცილებლად, რა თქმა უნდა. ამ წერილსაც წავიკითხავ, როგორც კი ეხა პასუხს ხვალ გავუგზავნი, ანუ დავწერ წერილს და გავუგზავნი, შემდეგ უკვე ის გამომიგზავნის შემდეგ წერილს და შემდეგ უკვე წაგიკითხავთ, მექნება ამისი ბედნიერება, ასევე მითხრა რომ გამოვალო, მე ხო ვიციო, ეხა მეტყვიან აქ მოდი იქ მოდი, მაგრამ მე მოვალო შენთან პოდკასტშიო და გიждდება ისე უყვარს ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზი და მე მინდა რომ ტატოსაც და გიორგისაც ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ყავთ შესანიშნავი კომუნა, აი ისეთი საოცარი ხალხია, ისეთი ერთმანეთში დგომაიციან რომ რა ვიცი, ძალიან ჭრელი საზოგადოება, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანები არიან და კიდე ძალიან დიდი მადლობა ტატოსაც და გიორგისაც იმისათვის, რომ რეზოს, კონკრეტულად რეზოს და რეზოსნაირ ადამიანებს აბედნიერებენ პირდაპირ ამისი მნიშვნელობით, იმიტომ რომ მათი ლაივები არ არის მხოლოდ ფეხბურთის რაღაცა ცხოვრებაზეც არის და ყველაფერზეა და მეც კი მინახავს რამდენი. მოკითხვა რეზოსგან კიდე ბიჭებო ისევ და ისევ. ხო, ნამდვილად. ასევე ძალიან კარგი იქნება თუ შევეხებით იმ თემას და შენი აზრი მაინტერესებს ავტობუსებში ის რაღაცა ლამის ანონიმუსისგან გატეხილი არ ვიცი, აი დღეს დილას დღევანდელი ჩემი დილაც ზუსტად ამ ნიუსი დაიწყო, თავიდან მეგონა რაღაც ხუმრობა იყო და ვიფიქრე რომ ხმა ედო უბრალოდ რაღაც გადაღებულ ვიდეოს.
მაგრამ მე ვუყურებდი და ჩემთვის ფიქრობდი, რომ უთომაც კი იცის ვინ არის ამ ქვეყანაში და უთომაც კი იცის ჭეშმარიტება და ეს ადამიანები რამ დააბრმავა და აყროა და რამ გააქვავა, ასე არ ვიცი, თუმცა ხო რაღაც. როგორც ლევან ღამბაშიძემ დაწერა, მე მგონი თუ არ ვწდები ლევან ღამბაშიძის დაწერილი სტატუსი არის, ბევრი აშიარებდა, მოკლედ იქ ქვეყანაში, სადაც ავტობუსები ლაპარაკობენ და ადამიანები დუმენ. მგონი კარგად აღწერს ეს სტატუსი. კი, ნამდვილად, ხო, თუმცა ადამიანების ძალიან პატარა ნაწილი დუმს. თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი და მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ისინიც ძალიან მალე ახმაურდებიან, იმიტომ რომ ახლა დუმილი ნამდვილად დანაშაულია. ასევე აუცილებლად მინდა შევეხო ჩვენ ჩემს თეატრს გუშინ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა წარუადგინეთ ჩვენი თეატრალური მანიფესტი, ეს ქვეყანა ჩვენია. ორი სიტყვით ვიტყვი, ცოტა უხერხულია, მაგრამ ძალიან მინდა გავუზიარო ჩვენს მაყურებელს ჩემი ემოციები. ძალიან საპასუხისმგებლო იყო და თან რაღაც თითქოს მოლოდინის და ერთი სული გქონდა, რომ სცენაზე ფეხი დაგვედგა, მაგრამ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის კეთება ამ დროს გარეშე და იმისთვის, რისთვისაც ამ ყველაფერს ვაკეთებდით, თუმცა გუშინ იყო ის დღე, როდესაც კიდევ უფრო კარგად გავიაზრე, თუ რა არის თეატრის ფუნქცია და როგორი ბევრად უფრო მძაფრი და უფრო მნიშვნელოვანი იყო და ის ემოციები, რაც მაყურებლისგან მოდიოდა, მე უკვე როდესაც ერთად წავედით აქციაზე, ან მართლა ძალიან ბევრი უკავშირი მივიღეთ ისეთი ძალიან ძალიან ავივსე მოკლედ და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ძალიან ბედნიერი. თუმცა ამაში არ არის საქმე, მე მინდა ასევე ვახსენო გამოხმაურება, რაც ამას მოყვა, დღეს დილიდან ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ისეთი წარმოუდგენელი ცილის წამებას ჰქონდა ადგილი დღეს დილიდან, ისეთი სასაცილო იყო ეს ყველაფერი. თუმცა ნუ ხო ჩვენ მიჩვეულები ვართ ეს ხელისუფლება მუდამ ცილს წამებს თავის მოქალაქეებს, ადამიანებს უკანონოდ აპატიმრებს და რაღაც წარმოუდგენელ აბსურდებს გვაბრალებენ და ნუ ეს უკვე ჩვენ ბევრს საუბრობთ პროპაგანდაზე და უკვე ძალიან კარგად ვიცით, ყველა ქართველმა იცის უკვე დღეს, რომ ეს ერთ-ერთი ძალიან ისეთი ძლიერი ხერხია პროპაგანდის, რომ ისეთი აბსურდი დაგაჯერონ, რომ ვერც კი წარმოგიდგენია, რომ ამას შეიძლება ადამიანი თხზავდეს, რომელიღაც ტვინში ითხზებოდეს. არ ვილაპარაკებ ამ განცხადების შინაარსზე, იმიტომ რომ მართლაც სასაცილოა ეს ყველაფერი, რომ ვითომ ჩვენ რაღაც დატრენინგებული რაღაც, მოკლედ არ ვიცი, მართლაც წარმოუდგენელია ახლა ამაზე კომენტარის კეთება, თუმცა აუცილებლად მინდა დატრენინგებულები ვართ რაღაც კანვასის რაღაც რევოლუცია, რომელიც ვერასდროს ვერ მოხდება, თუ რაღაც ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს რა თქმა უნდა სასაცილოთაც არ ყოფნის და სასაცილოდ არ ყოფნის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს არის აბსურდი ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი საუბრობს, მაგრამ აუცილებლად მინდა ვუთხრა ჩვენს პრემიერ-მინისტრს, მან ასე თქვა, რომ მე კულტურის მუშაკებს დავეხმარებიო და დაუბრუნდნენო ისინი თავიანთ საქმეს და აკეთენ თავიანთი საქმე. დიახ, ჩვენ გუშინ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და ჩვენ საქმეს გავაკეთებთ ხვალაც, ზეგაც და წავალთ ყველგან და გავალთ ჩვენი თეატრიდან და დაველაპარაკებით ყველას და გავაგონებთ ჩვენს ხმას და გაგაგონებთ თქვენს მთელი საქართველოს ხმას აუცილებლად და კიდევ მთელი გულით და სულით მინდა გისურვოთ ყველას სათითაოდ პარლამენტში გამოკეტილ და კაბინეტებში გამოკეტილ ადამიანებს, ქართული ოცნების წევრებს, მთელი გულით და სულით გისურვებთ მენტალურ რევოლუციას, სულიერ რევოლუციას, ემოციურ რევოლუციას და ასე შემდეგ. ძალიან ბევრნაირ რევოლუციას იმისათვის, რომ უბრალოდ ცოტა თვალები გაახელოთ და კარგად დაფიქრდეთ, რას აკეთებთ და ჩვენს მომავალზე თუ არ ფიქრობთ, საკუთარი ოჯახების და შვილების მომავალზე იფიქრეთ და იფიქრეთ იმაზე, რომ შვილიშვილები რო გეყოლებათ, რას მოყვებიან ისინი მათი ბებიები და ბაბუები, რას აკეთებდნენ მაშინ, როდესაც ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა ადამიანებს, გოგოებს, ბიჭებს, ქალებს, აი ესე უკანონოდ აპატიმრებდნენ, მოწყალოთ უსწორდებიან ფიზიკურად და ასე შემდეგ. ასევე მინდა გამოვახმაურო ქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას, მან ჯერ ადგა დილით ჩვენს თეატრს გვიწოდა აღარ მახსოვს როგორ, მოკლედ ჩვენს თეატრალურ მანიფესტს უწოდა, რომ ეს არის არაფრის მთქმელი და უნიჭობა. თვითონ არ უნახავს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს ასე იქნებოდა და მე აი ამ განცხადების მერე ადგნენ მისი მუშაკები და მისი ბრძანებით 14 სახლი დაუნგრიეს ადამიანებს, რომლებიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადამიანებს, რომლებმაც თავისი ხელით შეაკოწიწეს, თავისი სიცოცხლის და ოჯახების გადასარჩენად, აი პატარა სახლები, რომლებიც თვითონ ააშენეს, 14 ადამიანი ამ ზამთარში
ჩვენი ქალაქის მერმა, რომელმაც ჩვენ უნიჭოები და არაფრის მთქმელები ჩაგვთვალა, ადგა და მე ეს 14 ოჯახი დატოვა კედლებს და ჭერის გარეთ. არ ვიცი, მე ამაზე რა შემიძლია ვისაუბრო და რატომ რა განცხადება გავაკეთო და რანაირად ვილაპარაკო იმაზე გუშინ მე რა ემოციები მქონდა, გუშინდელი ამბავი ზუსტად ამას ეძღვნებოდა და კი ძალიან ბევრი თვალცრემლიანი დედაა დღეს ჩვენი ქვეყნის ქუჩებში, სასამართლოებთან, ციხეებთან, არა მარტო დედები, ადამიანების ცოლები, ქმრები, ოჯახის წევრები, შვილები, ასე შემდეგ, უამრავი ადამიანი აგერ დღეს უკვე 14 ოჯახი და ეს ახლა არ დაწყებულა თან ჩვენი ქალაქის მერი, ცნობილია ამ ყველაფრით და ეს პირველად არ მომხდარა, ამ ზამთარში დატოვეს ბავშვები, შშმ პირები და უამრავი ადამიანი დევნილები დატოვეს მართლა თავიანთი ხელით შეკოწწებული სახლების გარეთ და ამ ხალხმა რა უნდა ქნას, არავის არ აინტერესებს. ის შემწეობაც, რაც მათ გააჩნიათ, არის მინიმალურზე კიდევ უფრო დაბალი. და არ ვიცი, მართლა ბოდიშს ვიხდი ცოტა აღელვებული ვსაუბრობ, მაგრამ ძალიან რთულია არ გაბრაზდე და წარმოუდგენლად მიმაჩნია ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბროთ და თუ კი ვინმე ოდესმე მეტყვის, რომ ამ წელს სად იყავი და როცა ეს ხდებოდა, მაშინ სად იყავი, ჯერ ერთი ძალიან ხშირად ვიყავი იქ, სადაც უნდა ყოფილიყავი და თუ სადმე ვინმე მე ან ნებისმიერი სხვა, რომელიც დღეს გარეთ არის და ხმამაღლა საუბრობს პრობლემებზე, იქ არ იყო, ეს შეცდომა თუ დავუშვით და დღეს გავიაზრეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დღეს ხო არ დაწყებულა, მართლა ათეული წლების წინ დაშვებულ შეცდომებზე დიდი ხნის წინ, როდესაც ჩვენ გავჩუმდით, იმიტომაც არის რომ დღეს ვართ ასეთი სამართლობის, ასეთი ძალადობის მოწმენი და მე მგონია რომ კი ბევრი შეცდომა დაგვიშვია ქართულ ხალხს ისტორიის განმავლობაში, თუმცა ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, თუმცა ამას აქვს თავის დადებითი მხარეც და მე ვხედავ რომ დღეს საქართველოში ხალხმა გაიაზრა ძალიან ბევრი რამე. ჩვენ ვისწავლეთ ჩვენს შეცდომებზე, ჩვენ გავიაზრეთ და მივხვდით რომ ამაზე გაჩვენება შეიძლება. ჩვენ თუ დავხუჭავთ დღეს თვალს ძალადობაზე და უსამართლობაზე, კიდევ უფრო უსამართლო და უფრო მოძალადე იქნება ხვალინდელი დღე და ამიტომ არ შეიძლება ამას წავუყრუოთ, ამაზე გავჩუმდეთ, ამაზე ხმა არ ამოვიღოთ, არ ვინერვიულოთ, არ გავბრაზდეთ და არ დავიცვათ ერთმანეთის უფლებები. თან ხო, არ ვიცი, მაშინ როდესაც დღეს დილიდან ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ავტობუსმაც კი იცის ვინ არის, ავტობუსებიც კი ლაპარაკობენ და ეს ხალხი დუმს და რაღაც ცინიკურ დამამცირებელ თავის ჭკუაში არავინ არ მცირდება მათი ამ რაღაც წინადადებები და არავის აღარ ჯერა მათი. და ხო, აი ამ მათი რაღაცა ცინიკური რაღაცების კომენტარები ვაკეთოთ მათ რაღაც ფრაზებზე. არა ბატონებო, ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არ ვართ, ჩვენ შეგვიძლია რომ დავინახოთ, ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს, ჩვენ გვტკივა ერთმანეთის პრობლემები და აუცილებლად დავუდგებით ქართველი ხალხი ერთმანეთს გვერდში და აუცილებლად გავიტანთ ჩვენ სიმართლეს ბოლომდე. მე ამაში ვარ დარწმუნებული და მსგავსი საქციელები და მსგავსი დამამცირებელი ქმედებები თქვენივე მოქალაქეების მიმართ ასე არ დარჩება. ჩვენ თუ არა სამყარო მაინც გადაუხდის ამ ადამიანებს, მე ამაში ვარ დარწმუნებული და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ მართლა ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად ჩვენ ესე რისპირაც დგავართ. ეს მინდოდა სულ რომ მეთქვა და ხო შეგვიძლია გადავიდეთ იმ თემაზე თუ რა თემაზეც ვისაუბრებთ დღეს. ხო, გუშინაც იყო თეატრის მანიფესტი, რაც ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყო საკმაოდ ესეთი ძვირფასი რამ ბევრმა ადამიანმა გვითხრა რომ რა კარგი იყო ჯერ ერთი ის რომ სცენაზე ადამიანები დაინახეს, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ის პრობლემები და ის სატკივარი, რაზეც ჩვენ ღიად ვსაუბრობდით და რაც მართლა ამ ადამიანებს ტკივათ, ეს რაღაც ჩვეულებრივი ადამიანური ტკივილები, პრობლემები თითოეული მოქალაქის და ვფიქრობ რომ ეხლა ხშირად ამ პროტესტზე როდესაც ვსაუბრობთ რაღაცნაირად ისე ხოლმე რა პროფესიული მარშები. მე ძალიან ბევრი ადამიანი რომ არის რომ ყველა გამოთქვამს თავის აზრს რომ ესე ჯობია, ამას აზრი არ აქვს, იმას მნიშვნელობა არ აქვს, თუ რაღაც ბევრ ამას ამბობენ რომ ეხა ვითომ რა ქნა ამ თეატრალურმა მანიფესტმა თუ რაღაცა. შეიძლება ვიღაცისთვის არაფერი არ ქნა, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს მითხრა უამრავმა უცხომაც და ნაცნობმაც რომ რაღაცნაირად ვიყავით აქამდე დათრგუნულებიო და თითქოს ახალი სიცოცხლე და ახალი ენერგია მოგვეცა, იმიტომ რომ ხო ხმამაღლა ვისაუბრეთ, მუსიკას მოусმინეთ, ეს მუსიკა არის ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა, ჩვენთვის ქართველი ხალხისთვის კლასიკაა უკვე ირაკლი. ეს მუსიკა და სიმღერები და ყველა მზე პირად და კარგად იცის და ხო რაღაცნაირი მნიშვნელოვანი დღე იყო და ასევე მნიშვნელოვნად გრძელდება რა და რაღაც ეს ყველაფერი მთელი ამ ხელშესავალი, იმიტომ გავაკეთე რომ როდესაც ასეთ გრძელვადიან და მნიშვნელოვან წინააღმდეგობაში ვართ შესულები, მე მგონია რომ ყველა ადამიანმა რაღაც
ნაირად რაღაც ფორმით თავისთავი უნდა მოძებნოს ამ პროტესტში და ამ წინააღმდეგობაში. ვისაც როგორ შეუძლია, მე შეიძლება რაღაც შემეძლოს, სხვა შეიძლება ეს არ შეუძლია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რა. თუნდაც ის რომ ავტობუსები ალაპარაკდნენ ესეც რაღაცა ვიღაც კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ფორმით გამოხატეს წინააღმდეგობა, რაც ძალიან ის იყო, რომ მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტში და მე ვნახეთ ჩვენ სკოჩები, ეგრეთ წოდებული სკოჩები, როგორ ააკრეს, რომ ეს ხმა ჩაეხშოთ, მაგრამ ხმას სკოჩით ვერ ჩაახშობთ, მეგობრებო, ეს ხმა ყოველთვის ყველგან გაისმება უთოდანაც კი. ხო და დაანონსებულია კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო სხვადასხვა აქტივობები წინააღმდეგობის ეს ცოცხალი პროცესია და მოდი მე მგონი შეგვიძლია უკვე სტუმრებს დავუძახოთ. ხვალ გაიმართება 19 საათზე ფსიქოლოგების მარში და სწორედ აი ამ მარშზე და ამ თემაზე სასაუბროთ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან. გთხოვთ რომ მობრძანდეთ მარინე ჩიტაშვილი ფსიქოლოგი, პროფესორი და ელენე ჯაფარიძე ფსიქოლოგი მწერალი მობრძანდით. დაბრძანდით, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა ასე გვიან რომ მოხვედით ჩვენთან ესეთი რაღაცნაირი რთული დღის ბოლოს კიდევ გადაცემაში სტუმრობა ნამდვილად რთულია და მადლობა რომ მოხვედით ამ მადლობა მოწვევისად. ხო, ფსიქოლოგების მარში სხვათა შორის თელს ამ პროცესში ძალიან ბევრჯერ მიფიქრია გულწრფელად რო ვთქვა რომ ნეტა აი ხა ფსიქოლოგი ვიყო, ან ფსიქიატრი ვიყო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იმდენად არაადეკვატური რაღაცები გვესმის ხოლმე ერთის მხრივ და იმდენად რთულ და საკმაოდ რაღაც ძალადობრივი ფაქტების შემსწრენიც ვართ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ისეთ რაღაც ჩვენ გვისაუბრია კიდეც გადაცემაში ადამიანებისგან ისეთ თანადგომას და ემპათიას და ისეთ ერთმანეთის გაძლიერებასაც ხედავთ რომ ჩემთვის პირადად რაღაც უცნაური სანახავია ხოლმე ესეთი ორი რადიკალური ერთმანეთისგან განსხვავებული ის და სულ ვფიქრობ რომ ნეტა რა მდგომარეობა არის აი როგორ შეუძლია ადამიანს იფუნქციონიროს ასე და იგივე სახეობას ისევ ადამიანს იფუნქციონიროს ასე და სულ მაინტერესებს ხოლმე რომ ნეტა რას ფიქრობენ ამ თემაზე ფსიქოლოგები ეს ახლა ალბათ ძალიან გრძელი და ამაზე საუბარი რთული იქნება, მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ ფსიქოლოგების მარშით შედგება და მოდი დავიწყოთ იქიდან საიდან გაჩნდა ეს იდეა და რატომ გადაწყვეტეთ რომ აი შეკრებილიყავით ფსიქოლოგები და გამოსულიყავით მარშით? ეს უკვე მეოთხე მარშია. საქმეც მაგაშია რომ შეუძლებელია რომ იდეა არ გაჩნდეს ამ სიტუაციაში. მაგრამ ის რომ ეს უკვე მეოთხე მარშია და მეოთხეჯერ მთელი ფსიქოლოგიური თემი დგას ფეხზე და გამოდის თავისი კაბინეტიდან და ცდილობს რომ გააგონოს საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ ხალხს ვინც არის ყველაფერი ამ ჰორორის შემოქმედი რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება ეს მე მგონი ძალიან ტრაგიკულიც არის ერთის მხრივ ხო რომ მეოთხეჯერ ამხელა საზოგადოება რომელმაც პირველ რიგში იცის ფასი ადამიანის თავისუფლების და ჩვენი მთავარი მიზანი ფსიქოლოგების ყოველთვის არის ადამიანის კეთილდღეობა და გამეორდები რომ ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური არის ასევე სოციალური კეთილდღეობა ჯანმრთელობის განსაზღვრება ჩვენ თუ არ გვაქვს სოციალური კეთილდღეობა და არ გვაქვს სტაბილურობა და არ გვაქვს უსაფრთხოება შეუძლებელია ჩვენ საერთოდ ვისაუბროთ იმაზე რომ ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ის რომ მეოთხეჯერ ხდება მობილიზაცია ამ თემის და მეოთხეჯერ გვაქვს იმედი რომ მე არ მახსოვს პირადად არც ერთი პროტესტი აქამდე სადაც ასეთი მობილიზება ყოფილიყო ამ პროფესიული ჯგუფის, ხო? ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაცნაირად ეთიკის ფარგლებში დავრჩეთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც არიან თერაპიაში, მათი კლიენტი და პაციენტი შეიძლება იყოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, სხვადასხვა სოციალური სტატუსის ადამიანი და ასე ვთქვათ, ესეთი სახალხო მოძრაობები, აქტივიზმი და ქუჩის აქტივიზმი ეს ძალიან შორს არის ამ სფეროდან, მარტივი მიზეზის გამო რომ ამით შენ რაღაცა გარკვეულ საზღვრებს არ ღვევ პოტენციური შენი კლიენტისა, ხო? და ასევე არსებულისა. მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ უკვე გადარჩენაზე და პირველ რიგში საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში 21 საუკუნეში ხდება სისტემური წამება და ჩვენი ვალი არის, რომ დავდგეთ ადამიანის მხარდაჭერა გავუწიოთ ადამიანს და ვიზრუნოთ მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რანაირად შეიძლება ფსიქოლოგი დარჩეს კაბინეტში და არ ქონდეს ამაზე რეაქცია და არ ჩაერთოს მთელ ამ მოძრაობაში, როდესაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა დარღვეული. მისი წამება ხდება, მისი უკანონო დაპატიმრება ხდება და რეპრესია ქვეყანაში. ცოტა ხანში შეიძლება ჩვენმა პროფესიამ ვერც იფუნქციონიროს, ანუ რომელ თერაპიაზეა საუბარი. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ხვალ ბევრი კოლეგები იქნებიან ჩვენი
ამ მარშზე და ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ კიდევ ერთხელ თუნდაც საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ ორჭოფობს და ვერ გაუგია რა ხდება ქვეყანაში და რატომ გამოვდივართ ამდენჯერ ქუჩაში და თვითონ ფაქტი ხო როგორია, რომ ფსიქოლოგი დგას ქუჩაში. ნუ ეს ხო უკვე მეტყველებს იმაზე, რომ არ არის რიგზე ხალხო, ანუ ფსიქოლოგი ქუჩაში დგას და ტრანსპარენტით დადის. ანუ ხო და მივხვდეთ და რაც თავარია, მარტო ერთი არა, კაი, ერთი და ორი რო იყოს და 10 რო იყოს, კიდე იტყვი რომ იმათ აქვს რაღაცა პრობლემა, რომლებიც ტრანსპარენტებით დადიან, მაგრამ მთელი თემი რო ქუჩაში დგას და მეოთხეჯერ დგას და ცალკეულ სამოქალაქო აქტივობაზე აღარ ვლაპარაკობ, ახლა რომ 57 დღეა ქუჩაში ვდგავარ, როგორც მოქალაქე, მაგრამ როგორც ფსიქოლოგი რო ამდენი ხალხი ვდგავართ, მე მგონი გასაგები უნდა იყოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომ ძალიან ცუდად არის ჩვენი საქმე. ისე წინა საარჩევნო პერიოდში ხშირად იყო იმაზე საუბარი, თუ რას კარგავთ იმ შემთხვევაში, თუ რაღაცნაირად ამ დასავლურ ვექტორს მოწყდებით და მოგვიწევს ჩრდილოეთისკენ სვლა. და ეხლა ხანსაც რაღაცა საუბარი მქონა იქ ცალკე ღვიძლის პროგრამაზეც მეგობარს ველაპარაკებოდი და მეუბნებოდა რომ არის C ჰეპატიტის ბოდიში, ანუ საუბარი იმაზე რომ C ჰეპატიტის შეიძლება დაიხუროს და ნუ მოკლედ არა მარტო რა, ანუ კიდე სხვა ასეთი პროექტები და პროგრამები არის და ზოგადად ფსიქოლოგების რახან თქვენ თქვით რომ აი ანომალიური სიტუაციაა ხო ფსიქოლოგები და არა მარტო სხვა წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებიც აი ქალბატონო მარინა მაინც კიდევ ერთხელ რომ გავუცნოთ იმ შემთხვევაში თუ თქვა ბოლო-ბოლო მართლა იზოლაციისკენ წავედით და ამ დასავლეთმას თქვას რომ ნუ ახლა რა გავაკეთოთ რა ასია თუ ისია, ნუ ფაქტია რომ ავტორიტარიზმი არის საქართველოში პირობითად და ნუ ვერაფერს ვერ ცვლის ხალხი, ნუ თქვათ რა დაუშვათ თეორიულად აი ამ კუთხით რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს მოსახლეობა. მოსახლეობა თუ ჩვენი პროფესია? თქვენი პროფესიაც და შესაბამისად ეს ხო მოსახლეობაზეც აისახება მე. აი ორივე შემთხვევაზე ვისაუბროთ. კარგით, სანამ თქვენ კითხვას გავცემდე პასუხს, პირველი თქვენ მინდა გეპასუხოთ, კარგია რომ ფსიქოლოგი არ ხართ. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ბევრი სხვა ტიპის პრობლემის წინაშეც ვდგევართ. და ეს ეხება არა მარტო იმ ხალხს, ვინც პრაქტიკოსი ფსიქოლოგის საქმიანობით არის დაკავებული, ან როგორც ელენე თქვა ფსიქოთერაპიით, არამედ ეს არის იმ ხალხისთვისაც, რომელიც წმინდათ აკადემიურ სფეროში არის ახლა. მე თავის დროზე 20 წლიანი პრაქტიკა მქონდა, მაგრამ უკვე 13 წელია მე პრაქტიკაში არა ვარ. და პროფესიულ თემთან ურთიერთობისას უპირველეს ყოვლისა ეს არის ცდილობა იმისა, რომ ფსიქოლოგი თუ ხარ და ხელი გაქვს მოწერილი, რომ სადაც არ უნდა საქმიანობდე, შეინარჩუნო შენი შინაგანი ერთიანობა, მთლიანობა და რისიც გჯერა ის საქმე აკეთო. ასეთ შემთხვევაში ვერც ერთი ფსიქოლოგი ვერ იტყვის იმას, რომ ის ხალხს მოაწერს ადამიანის წამებაზე. თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც არის წამების მსხვერპლი, ან თუნდაც ერთი ბავშვი, რომელიც შიმშილისაგან ვერ სწავლობს, ეს არის ჩვენი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენი მეცნიერება განისაზღვრება, ჩვენი საქმე განისაზღვრება ძალიან მარტივად. ეს არის ადამიანის ფსიქიკური ფუნქციებისა და ადამიანის ქცევის შესწავლა. ანუ ადამიანის იქით ჩვენ არანაირი გზა, საშუალება და ხერხი არ ვიცით იმისა, რომ როგორც ზრდასრულებმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის კეთილდღეობის მშენებლობაში. ანუ ჩვენი პროტესტი არის საკუთარი შინაგანი მიკუთვნებულობის გამო პროტესტი. და არა იმის გამო, რომ ჩვენ ამისაგან რაიმე პრაგმატული ელენემ უკვე თქვა, რომ რაიმე პრაგმატული გამოსავალი გვაქვს. პირიქით, ჩვენ ამ წუთას ვდგევართ, როგორც ის ადამიანები, რომლებიც არ ვეთანხმებით მეორის მიმართ, არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის ეს მეორე, მეორის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევას, მასზე ძალადობას, წამებას, უკანონოდ არაბართლზომიერი წესებით თავისუფლების შეზღუდვას და ჩვენი ძირითადი გამაერთიანებელი არის ეს, თორე ხო ძალიან დამერწმუნება და დამეთანხმება ყველა ფსიქოლოგი, რომ ნებისმიერ ერთ თემაზე შეიძლება, ესე იგი დისკუსია გაგრძელდეს 4 საათი და ყველანი წყნარად ისევ დავჭერთ ჩვენ ამაზე, მოსაზრებაზე. ეხლა თქვენს კითხვაზე რომ გადავიდეთ, შემიძლია ესე იგი პასუხოთ, რომ
იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ აღმოჩნდით იზოლაციაში და დაუბრუნდით ისე უკან, ანუ დაუბრუნდით ჩაკეტილ და პატერნალისტურ საზოგადოებაში, ჩვენ როგორც პროფესია არ ვიარსებებთ. ან ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფსიქოლოგები დავრჩებით მხოლოდ ძალიან მცირედ შეზღუდული, დაშვებული, ლეგალიზირებული თემატიკის გარშემო, რომელიც პირადად მე ნამდვილად არ მაინტერესებს, თუმცა არ უარყოფ მის მნიშვნელობას. და ამის საუკეთესო მაგალითად შემიძლია მოგეყვანოთ, რომ თუ კი არსებობს რაიმე დიდი სკოლები, ერთ-ერთი სკოლა, ნეიროფსიქოლოგიის სკოლა, არის ზუსტად საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი, აყვავებული, გაშლილი და ასე შემდეგ, რომელიც აკეთებს ძალიან დიდ საქმეს. მაგრამ იგივე ამ საბჭოთა კავშირის დროს არ არსებობდა ისეთი, როგორიც იყო პიროვნების ფსიქოლოგია, არ იყო სოციალური ფსიქოლოგია, არანაირი, როგორ გითხრათ, თავისუფლება იმისი, რა ქვია, ადამიანის შესახებ ცოდნის დაგროვების არ იყო, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა ყველა ბედნიერი ადამიანი და ეს მხოლოდ კაპიტალისტურ სამყაროში ცხოვრობდნენ უბედური ადამიანები. და შესაბამისად, რომ უტრირებას ახლა თავი დავანებოთ, ეს დიქოტომია ჩვენ კარგი და ისინი ცუდები, აი წითელ ხაზად გასდევს ბოლო პრინციპში უკვე დიდი ხანია წითელ ხაზად გასდევს. მე ვიტყვი დაახლოებით უკვე 8 წელიწადია ნიშნები იყო, მაგრამ პირველი სერიოზული ესეთი მინიშნებები ჩდება 4 წლის წინ, ხოლო 2 წლის წინ ფაქტობრივად იწყება ამ წითელი ხაზის გავლება. იმ თვალსაზრისით, რომ თურმე ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად, კარგები და ცუდები. ხო და ეხლა ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ადამიანები ან კარგები არიან, ან ცუდები, ადამიანები არიან ისეთები, როგორებიც არიან. იდეალი და განსაზღვრება იმისა, რომ ადამიანი არის სახე და ხატი ღვთისა, ეს არის ღირებულებითი კატეგორია, იმ თვალსაზრისით, მე ასე უყურებ, ჩვენ არ ვიცი, მე ასე უყურებ, რომლისაგანაც მე უნდა ვისწრაფოდე სოციალიზაციის გზაზე, რომ დავემსგავსო იმას, რაც ღირებულია ამ საზოგადოებისათვის, ქვეყნისათვის, ისტორიის განვითარების ამ ეტაპისათვის და ასე შემდეგ. თორე თავისთავად შეუძლია თუ არა ადამიანს, რომ ძალიან ცუდი ქცევები განახორციელოს, როგორ გითხრათ, ეს ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით. და ასეთ შემთხვევაში ის, რომ შენ მე წამახალისებ იმისაკენ, რომ ვიღაცაში მოვძებნო ცუდი მარტო და მე ის არ დავინახო როგორც ადამიანი, მოვახდინო მისი დეჰუმანიზაცია, ფსიქოლოგი და ფსიქოლოგები ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავდგებით ამის მხარეს. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში დეჰუმანიზაციას უტრირებას ვახდენ ახლა, მაგრამ მივყავართ იქამდე, რომ ვიღაცა მეორეს მე და სოციალურ ქსელში არის უკვე ესეთი მიმართვებიც, რომლებიცაც არც ტროლები, არც ბოტები ავრცელებენ, ცოცხალი ადამიანები ელაპარაკებიან ასე ერთმანეთს, ვირთხათ არაკანი, საიდან გამოძვერი და ასე შემდეგ. ანუ ეს ხდება დეჰუმანიზაცია იმ თვალსაზრისით, რომ მე არანაირი შემაკავებელი მექანიზმი აღარ მაქვს, რომ მეორეს შევხედო როგორც ადამიანს და უბრალოდ თუნდაც ასე ვთქვათ 93%, რომელიც ამბობს, რომ მართლმადიდებელია და დამარღვევინო პრინციპი, რომ არა კაცკლა, ხო? ანუ ასეთ შემთხვევაში მე ფაქტობრივად, მე ანუ ეხლა არა, ჩვენ თემი მივდივართ იმის წინააღმდეგ, რომ მეორეს დეჰუმანიზაცია არ მოხდეს. იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ყველაზე უფრო დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება რომ საზოგადოებას დაემუქროს. და ნამდვილად არ არის აქ მე და თქვენ შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს, მაგრამ მე თქვენ უნდა აღგიქვამდეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მეტყველება და რომელიც მეუბნება თავის აზრს და არ უნდა ვმიჯნავდე მას ისე, რომ თქვენ არაფერი არ იცით და ესენი ვინ არიან და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ფსიქოლოგი არსებობს ესეთი ცნება, რომელიც ახლა ძალიან პოპულარული გახდათ, ახლა არა, უკვე 15 წელიწადია, ეს არის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, subjective well-being. ეს არის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, რაც გულისხმობს, რომ მე შეიძლება ფულიც გქონდეს, სამსახურიც გქონდეს ყველაფერი, მაგრამ თავს ცუდად ვგრძნობდე. და ასეთ შემთხვევაში ეს ჩემი თავის ცუდად შეგრძნებას მე მივყავარ ისეთ მდგომარეობამდე, როგორიც არის ან დეპრესია, როგორიც არის ან მელანქოლია, რომელიც დეპრესიაზე უარესია
და რომლის დროსაც მე გარემოსთან შეგუების რამოდენიმე მექანიზმი გამრჩება. ერთი ეს არის უარყოფა, ანუ ის რაც ხდება მე იმას ვერ ვხედავ და არ მაინტერესებს. მეორე ეს არის განრიდება, როდესაც მე ეს არ მეხებას ვამბობ და მესამე ეს არის პარანოიალური ახსნა, რაც ხდება რეალობაში. მე იმის დანახვა არ მიჭირს, მაგრამ ის უკან მე ვდებ აბსოლუტურად არარაციონალურ, არამტკიცებულებაზე დაფუძნებულ ახსნას და ყველაფერს ამას საბოლოო ჯამში მივყავართ იმისაკენ, რომ ასეთი ადამიანი სადღაც ჩერდება და თუ ეს საზოგადოების, ასე ვთქვათ, გახლეჩვის მიზეზი ხდება, ასეთ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ეს საზოგადოება კარგავს სოციალური ფუნქციონირების უნარს. და სოციალური ფუნქციონირების უნარის დაკარგვა დიდი ჯგუფებისათვის. ნუ როგორ გითხრათ, არის კოლაფსი, რომლიდანაც გამოსავალი ან არის მილიტარიზაცია, რომელსაც ჩვენ ვერანაირად ვერ განვახორციელებთ ასეთ შემთხვევაში, ან კიდევ გადასვლა, ასე ვთქვათ, სრულ იერარქიულ ვერტიკალში, სადაც მე ისევ დავკარგავ ფუნქციას და ვიქცევი ჭანჭიკად და ახლა როგორ გითხრათ, ასე ჭანჭიკად გადაქცევას მეორე ადამიანისას ვერც ერთი ფსიქოლოგი ვერ შეეგუება. რა თქმა უნდა, ქალბატონ მარინა, ჩაგეკითხებით და ფიქრობთ, რომ ეს განგებკეთდება? ხო, ეს კარგი კითხვა, ეს ცოტათი ცდება ფსიქოლოგიის სფეროს, მან გადადის უფრო პოლიტიკური ფსიქოლოგიის სფეროში, ეს პოლიტიკური ფსიქოლოგია საინტერესოდ ვითარდებოდა ძალიან, იმიტომ რომ ეს იყო რაციონალური სქემების კვალობაზე, როგორ არის ლიდერის ქცევა, აწყობილი ჯგუფები რას აკეთებენ და ასე შემდეგ და ტრამპის პირველი მოსვლისას, როდესაც საერთოდ არავინ არ ელოდებოდა ამას, იმიტომ რომ ეს იყო ინსტიტუტები, ხანგრძლივი დემოკრატიის ქვეყანა, სუპერსახელმწიფო და ეს შემდეგ, ჯერ გაუცებულები დარჩენა, რომ პრაიმერი მოიგო. და მე უკვე პრეზიდენტი გახდა, ხო? და ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ, რომელშიც არის ორი დიდი დივიზიონს ეძახიან, ანუ ორი დიდი სექცია, ეს არის სოციალური კვლევების, ხო, სოციალური საკითხების შემსწავლელი და სოციალური ფსიქოლოგიის, მათ გააკეთეს დიდი შეკრება. და ერთ-ერთმა გამოსვლელმა თქვა, რომ აიო, ამ ერთი ადამიანის მოსვლამო, ანუ მისმა არჩევა საერთოდ მთლიანად შეგვიცვალაო პარადიგმაო, იმიტომ რომ აქამდე თუ გვეგონაო, რომ რაციონალურ არჩევანს ვაკეთებდითო, ანუ რაციონალურ არჩევანს მივყვებოდითო, ფაქტია, რომ ადამიანების ქცევაში აფექტური კომპონენტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის რას გააკეთებს იმ კონკრეტულ მომენტში არავინ არ იცის. და ზუსტად ასე დაბრუნდა სოციალურ ფსიქოლოგიაში და პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში თვისებრივი კვლევები. დაბრუნდა ეგრეთ წოდებული, რაც ახლა ეძახიან ხოლმე დისკურსის ანალიზი და სინამდვილეში ტექსტის ანალიზი და რაც თავარია უკან დაბრუნდა და ახლა თუ გადაშლით ამ პოლიტიკური ფსიქოლოგიის ჟურნალს, დაბრუნდა ზუსტად აფექტების კვლევები. რა იწვევს ავტორიტარიზმს, რა იწვევს მორჩილებას, რატომ ხდება პარტიებთან მიკუთვნებულობა, რა აფექტებზე, ანუ რა განცდები გვიბიძგებენ იმისაკენ, რომ არ გავაკეთოთ რაციონალური არჩევანი და არ დავითვალოთ. ასე რომ ამ თვალსაზრისით მე ვიტყოდი, რომ ჩვენთვის ფსიქოლოგებისათვის ტრამპმა კაი საქმე გააკეთა. რამდენად კარგ საქმეს გააკეთებს, მე ეს გამოჩნდება, მაგრამ ის რომ ადამიანს აქვს თავისი არა მარტო ის გელაპარაკებად და აზრი უნდა გაიგოთ, არამედ ადამიანთან კონტაქტის დროს შემოდის მეორე სუბიექტი, რომელსაც აქვს ეს თავისი ველი და თქვენ ამ სიტყვებს შუა ხედავთ მის რეალურ დამოკიდებულებას. ასე მაგალითად შეიძლება იყოს ძალიან ამაში განსაკუთრებით გაწაფულები ვართ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, იმიტომ რომ მე შეიძლება დავიწყო მოხსენება იმით, უშუალოდ კითხვა დავიწყო იმით, რომ როგორი მადლობელი ვარო თქვენ ეს წაგვიკითხეთ, გითხარით და ბევრი რამე გვასწავლეთ, მაგრამ იქ მე ერთი რამე ვერ გავიგე, რომელიც თქვენ ასე ჭკვიან ადამიანს გამოგეპარათ. და დავიწყო ლოგიკური არგუმენტაცია, ოღონდ უკვე ჩაგდებული მქონდეს მარცვალი იმისა, რომ ასეთი ჭკვიანი ხარ და ესეთი სისულელე, როგორ ათქვი.
და შენი ლოგიკური კონსტრუქტიდან არაფერი აღარ დავტო. როგორ გონიათ რა მეწყინება მე ყველაზე მეტად ის რომ ლოგიკა დამიშალეთ? არა, რომ მითხარით რომ ეჭკვიანი არა ვარ. ამიტომ ჩემ პასუხს რა დაემართება? თუნდაც მე ვერ დაგისაბუთებთ იმას, რაც აქამდე მქონდა ნათქვამი და ლოგიკურად აგებული. ანუ ის რომ მე შემიძლია მეორეზე ზემოქმედება მოვახდინო, არის როგორ გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. და მე ყველა მარშში ვერ მივიღე მონაწილეობა, მაგრამ რაშიაც მივიღე მონაწილეობა ორში, ერთში მთლიანი და მეორეში ნაწილობრივ, პირველში დაგვიანებით და მეორეში ნაწილობრივ. მივიღე ერთი ცენტრალური, გარდა იმ ყველაფრისა, რაც თქვი, ერთი ცენტრალური მიზეზისა თუ მოტივის გამო. მე არ მივიღებ და არავის არ დავანებებ მეორე ადამიანზე манипуლირებას. აი ეს არის ძირითადი პრინციპი. და ეს მარში ჩემთვის იმართება იმის გამო. ჯიუტად მეუნებით, რომ ჩემი ხმა არ გესმით. მე ჯიუტად გამოვალ და ამ ხმას გაგაგონებ. ნამდვილად. ისე ერთი ჩვენ ხშირად გვისაუბრია სტუდიაში ქალბატონ ჯანასთან ერთადაც და ისედაც ბევრი გვისაუბრია რა მდგომარეობაშია დღეს ხალხი თქვა, ხო რა ფსიქოლოგიურ კონდიციაშია, არ ვიცი, მით უმეტეს ისე სხვათა შორის გეთანხმებით კი ტრამპის მოსვლასთან ერთად ბევრი სიახლე აღმოაჩინეს, ცოტა გვიან დაეწივნენ თვითონ პოლიტიკოსები, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ ნამდვილად რაღაცა მეთოდიკა აშკარად მოუძველდათ და ტრამპი თავისი ამets რაღაცა სხვადასხვა თვისებებით, თუნდაც ემოციურობით, თუნდაც პირდაპირობით, ასე თქვათ, ერთ-ერთმა ადამიანმა დაასახელა, რომ ეს არისო ყველაზე გულწრფელი მატყუარაო. ანუ მას შეუძლია მართლა უნიკალური თვისება აქვს. აი მაგალითად ერთხელ თავის ამომრჩევლებს, რომლებიც სტადიონზე იყვნენ, მოსულები უთხრა, რომ ნუ სინამდვილეში ხო იცით, რომ მე თქვენი ხმები მჭირდება მხოლოდ თუ რაღაც და ანუ ეხა ეს ხო ადრე წარმოუდგენელი იყო, რომ პოლიტიკოს რო ესე თქვა, განსაკუთრებით იქ მოივლიდა აბსოლუტურად ყველა ეს როგორ შეიძლება ესე იგი ფაქტი, ესე იგი თურმე იდეებზე არ არის დამყარებული და ქვეყნის კეთილდღეობაზე მხოლოდ საკუთარი ხმები უნდა, მაგრამ ნუ გაჭრა, იმიტომ რომ ადამიანებში თითქოს ეს მანამდე უკვე რაღაცა ეს სიყალბის დიდი დოზა იყო თითქოს პოლიტიკაში და ვიღაცამ ეს თქვა გაანგრია რა, თავისი რაღაცა თითქოს გულწრფელობით, მაგრამ ნუ კიდეც ცალკე თემაა. მაგრამ ჩვენთან რო გათმოვიდეთ როგორ შეიძლება დღეს აღწეროთ ქართული ხალხის მდგომარეობა და ვით უმეტეს აი ისეთი საყვარლები არიან ადამიანები ჯგუფებს აკეთებენ, აბა როგორ შეიძლება რომ მუხტი შევინარჩუნოთ, აბა სად შეიძლება რეგიონში ჩავიდეთ, ხო? როგორ შეიძლება მოვიქცეთ, როგორ შეიძლება გავაკეთოთ აი ეს დღეს კიდე ერთ ადამიანმა მომწერა, მოდი აი ჯგუფში გავერთიანეთ და რაღაცნაირად იდეებს უზიარებენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დაღლილია ხალხი, ხო? იმიტომ რომ არ არის ადამიანისთვის ნორმალური კონდიცია და ნორმალური მდგომარეობა. მაინც როგორ შეიძლება ახლა შევაფასოთ დღეს საქართველოს მოსახლეობის ეს მდგომარეობა და რა არის მნიშვნელოვანი ამ დროს რომ შევძლოთ თქვათ ბრძოლა და არ დავეცეთ ველზე თუნდაც პროპაგანდის გამო ან გამოფიტვის გამო. მოდი დავაკონკრეტოთ, რომ ქართული ხალხი არ არის ჰომოგენური რაღაცა ჯგუფი და არის ძალიან ისეთი საქართველოს მოსახლეობას გულისხმობ ზოგადად. საქართველოს მოსახლეობა სხვადასხვა ეტაპებს გადის სხვადასხვა დროს. ანუ ვიღაცაები თანხვედრაში ვართ გარკვეული ეტაპების და თქვათ, როდესაც ესეთი მასშტაბის პროცესები მიმდინარეობს, პირველი რეაქცია არის ხოლმე, რომ რა შემიძლია გავაკეთო, ანუ რა უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ვერ ვეგუები სიტუაციას, არ მომწონს სიტუაცია და ადამიანს ძალიან უჭირს საერთოდ ბუნდოვანებაში და ყველაზე მეტად ადამიანს უჭირს იმის განცდა, რომ შეიძლება სიტუაცია მის კონტროლს არ ექვემდებარებოდეს, ამიტომაც იწყებს ეძებს რაღაცას, სადაც აკონტროლებს, ხო? აი მარშის მომენტიც ერთ-ერთი ის მომენტია, რომ მე მარშით პროტესტს ვაჩვენებ, რომ მე ვარ, ვაჩვენებ, რომ მე აქ ვდგავარ, ვაჩვენებ, რომ შენ ესე მარტივად არ გაგივა და იგივე რუსთაველზე დგომა არის რაღაცა აქტი ქმედებისა, რომელიც ძალიან ნათლად მაგრძნობინებს, რატომ არის, რომ ახლა ძალიან ბევრი ადამიანისგან მესმის, რომ დანაშაულის განცდამ ტანჯავს, როდესაც მე მაგალითად არ ვდგავარ რუსთაველზე. დანაშაულის განცდამ ტანჯავს, როდესაც მე რაღაცა სხვა აქტივობაში ვიღებ მონაწილეობას და ვარ თითქოს პროცესიდან აცდენილი, ხო? იმიტომ რომ მე მჭირდება იმის განცდა, რომ ამ ამბავში მე მონაწილეობ, რომ თლად ისე არ არის, რომ გადამიწყვიტავენ მე როგორ ვიცხოვრო და მე ვარ შემოქმედი ჩემი ცხოვრებისა და მე ვწყვეტ როგორ,
ძალიან კარგია, როცა ეს გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხშირად უფრო მეტად ილუზორული განცდა, ვიდრე რეალური, იმიტომ რომ ძალიან პატარა ასპარეზი დამიტოვეს, სადაც შემიძლია მე რომ მართლა რაღაცა გავაკეთო და ერთადერთი რაღაცა რაც გავაკეთო არის რომ არ დავიღალო, არაფრით არ დავიღალო, ხო? მაგრამ სიმართლე არის რომ ვიღლებით, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ლიმიტები და ყველას გვაქვს ამოწურული ეს ლიმიტები, ვიღლებით არა მარტო ფსიქოლოგიურად, არამედ ვიღლებით ფიზიკურადაც და მით უმეტეს როდესაც ამინდი არ გიწყობს ხელს ძალიან რთულია რომ სიცივეში ახორციელო ერთი და იგივე რუტინული იმუნური სისტემის წიღლება რაღაც და არ შეიმჩნია რომ შეიძლება გტკიოდეს სახსრები, არ შეიმჩნია რომ სახლში რაღაცა ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი, არ შეიმჩნია რომ შეიძლება იყოს დაღლილი. ჩემი როგორც თერაპევტის პასუხი მაგაზე არის ის, რომ ნახეთ, ძალიან ხშირად ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ მოვატყუოთ საკუთარი თავი და ამით იწყება ხოლმე შინაგანი კონფლიქტი. ანუ მე შეიძლება მინდოდეს ახლა თქვენი წყალი, იმის გამო რომ ეს არის თქვენი წყალი და მე აქ არ მიდგას ჭიქა. მივახვედრე რომ ჭიქა უნდა დაედგათ. ერთგვარი манипуляცია მენია მოგაწოდეთ. ეს დაახლოებით თქვენი მაგალითია, როგორ გამოგეპარათ ამ ზუსტად გამიდეორე. გამიგეთე ახლა. მაგრამ მე შეიძლება ვთქვა, რომ რახან მე ჭიქა აქ არ მიდგას. მე არ მინდა წყალი. და მე ვაიძულოთ ჩემ თავს, რომ ვთქვა, რომ მე არ მინდა წყალი. იმიტომ რომ მე თუ ვთქვით, რომ მინდა წყალი, ეგრევე ავიღო და ეკას დავული. მაგრამ ეს ესე არ არის. მე შეიძლება ვთქვა, რომ მე მწყურია, მაგრამ გადავწყვეტო, რომ ეხლა არ ავიღებ ეკას ჭიქას. ზუსტად იგივეა, ადამიანებს ხშირად გვეშინია ვაღიაროთ იმისი, რეალურად რას გრძნობთ. ძალიან ხშირად ხვდები პოსტებს, სადაც ადამიანები წერენ, რომ დავიღალე და მოდის რაღაცა ჰიპერბულინგი, რომ ეხლა ეს არის დემოტივაცია, შენ აგდებ მუხტს. არა, მეგობრებო, ეს არ არის დემოტივაცია, იმიტომ რომ იმისი აღიარება, რას გრძნობ, უბრალოდ მაძლევს საშუალებას, რომ შინაგანი კონფლიქტი დავამთავრე საკუთარ თავთან. მე დავიღალე, მაგრამ მე მაინც ვდგები და მოვდივარ რუსთაველზე. აი ამ შემთხვევაში საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა ძალიან დიდია. ის კი არ არის თვითმოტყუებაში ყოფნა, რომ მე საერთოდ არ დავიღალე და ძალიან მომწონს იქ ყოფნა. არავის არ მოგწონს ეს რეალობა. ეს არის სიმართლე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის აღიარებით ჩვენ ფარხმალს დავყრით. პირიქით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამის აღიარებით ვცდილობთ გამოვასწოროთ. დავიღალეთ და გვაქვს ყველანაირი უფლება ვიყოთ დაღლილები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დაღლის გამო მე შევწყვეტ ამ პროტესტს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მთლიანობაში ძალიან ბევრი რაღაცებია, ასევე ძალიან აქტიურად წამოსული, თქვათ იგივე მუდსვინგებს, რასაც ეძახიან, ხო, ხასიათის ცვალებადობა, რომ რაღაცა მომენტში უცებ ანთებული ხარ, რაღაცა მომენტში სადღაც ნიჰილიზმისკენ გადადიხარ, იმიტომ რომ ფსიქიკას არ შეუძლია ბუნდოვანებაში ყოფნა. ფსიქიკას უჭირს მოლოდინში ყოფნა და ადამიანს სულ სჭირდება გარკვეული კონტურები, იმიტომ რომ სხვანაირად იშინია. და ერთ-ერთი რეკომენდაცია, როგორც ფსიქოთერაპევტი, რომელიც ვაძლევ ხოლმე თქვა ჩემ კლიენტებს, არის რომ არ მოწყდე შენ საქმის კეთებასაც. არ მოწყდე, ანუ აკეთე იმდენი, რამდენიც შეგიძლია, ნუ მოთხოვ საკუთარ თავს იყო ისეთი პროდუქტიული, ვიდრე იყავი მანამდე, სანამ ეს დაიწყებოდა. მაგრამ აკეთე, იმიტომ რომ კეთება არის, რაც ჩვენ გადაგვარჩენს. რომ მე მქონდეს საკუთარი თავის პატივისცემა, ვიყო კმაყოფილი საკუთარი თავით, თუნდაც იმით, რომ მე კარადა დავალაგე, თუნდაც იმით, რომ მე სახლში რაღაცა გავაკეთე, თუნდაც იმით, რომ მე ერთი გვერდი დავწერე, რაც უნდა დამეწერა. ეს მე მაძლევს ძალას, რომ ვიგრძნო, რომ მე ვარ, რომ მე ცოცხალი ვარ, რომ მე აქტიური ვარ და ეს აქტიურობა მჭირდება გამომადგეს თუნდაც იგივე, რომ მე გავძლო მთელ აი ამ ბუნდოვანებაში, მოლოდინში, რომ რაღაცა შეიცვლება, ხო? თან ეს ბუნდოვანება, როცა გამოყარებული არის deep state-ებით, კიდე დამატებით შეთქმულების თეორიებით, რომელზეც რატომაც ყველამ უნდა იფიქროს, ყველამ უნდა დაადგინოს და გადაარჩინოს და რომელიც ახლა პროტესტშია ჩართული, ამისი არ სჯერა, ამითი ვერ შეაშინებ, ხო? შეაშინებდი მანამდე და არ იდგებოდა. არა, მაგრამ შენ იმისი გეშინია, რომ ხვალ შეიძლება ძალიან ბევრი რამე დაკარგო. კი ბატონო. და იგივე რაზეც ქალბატონმა მარინემ ისაუბრა, რომ ჩვენ შეიძლება საერთოდ საზოგადოება დავკარგოთ, როგორც საზოგადოება აღარ ვიყოთ და რა რომელ პროფესიებზე იქნება მერე საუბარი, ხო თუ საზოგადოებად აღარ ივარგებს და რაღაცა მართულ ჭანჭიკებად ვიქცევით. მე უკვე სულ ერთია ყველა. ძალიან დასანანი იქნებოდა იმ საზოგადოების დაკარგვა, რომელსაც ვუყურებთ მართლა ყოველ დღე, როგორი
ჩემთვის პირადად მართლაც უმშვენიერესი და ახალის დაიბადა და ძალიან ძლიერი საზოგადოება ყალიბდება. და საზოგადოებას არ უნდა ეშინოდეს სიმართლის თქმა თავისი ემოციების მიმართ. აი ეგ არის ამ ახალი საზოგადოების ნაწილი, ეს უნდა გახდეს. იგი ძალიან ბუნებრივია. ტყუილია, მე რო თქვა, რომ მე არ მეშინია. ტყუილია. და შინაგანი კონფლიქტის ეს არის. ტყუილია. მივცეთ ადამიანებს სივრცე, რომ გამოხატონ თავისი შიშები. ნაკლებად გეშინია, იცით როგორი პარადოქსია, როდესაც იძახე რომ არ მეშინია, ორჯერ უფრო მეტად გეშინია. როცა იძახე რომ რაღაცის მეშინია და გაზიარებულია ეს, აღარ გეშინია. ანუ ეს ნაწილიც რომ რაღაცა პოზიტიური, რაღაცა ტოქსიური პოზიტიურობა მიდის, რა შენ ეხა არ გაბედო, ყურები არ ჩამოყარო. თორე იქ ვერ დაგინახავ ხალხაც რა, ყურებ ჩამოყრილიც დგავარ, რუსთაველზე და გაყინულიც დგავარ. აი პირადად ვიცახე რა, ყოველდღე ყურებ ჩამოყრილი მივდივარ, ხო მივდივარ. იმიტომ კი არა რომ რაღაცა, მაგრამ მაქვს უფლება ზოგჯერ ყურებ ჩამოყრილი ვიყო, რაღაცა არ მომწონს. ბოლო კიდევ უფრო მე მგონია რომ ის უფრო დასაფასებელია რომ ადამიანებში აი მიუხედავად იმ ყველაფერისა რასაც თქვენ საუბრობთ მე რომ იდის ამაზე ლამაზი რა არის ანახავი რომ ადამიანი რომელიც შეიძლება დაღლილი ერთი დღე ამ შინაგან ბრძოლაშია მაინც პოულობს ძალას და მიდის ან თუნდაც რამოდენიმე დღეს რომ ვერ მივიდეს მაგალითად ვერც აზრი დაინახოს ეს ხო მისი უფლებაა როგორ შეიძლება სიმართლისთვის იბრძოლო და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ფეხქვეშ გათელო და თურმე რაღაცა დიდი მიზნისთვის ზუსტად იგივენაირად შემოგეტრიალდება ქართული ოცნება და ის გეტყვის რომ მე კიდე აი იმ დიდი მიზნისთვის ვანადგურებ შენ ასე თქვა ფუნდამენტურ უფლებებს და მე კიდე აი ამ დიდი მიზნისთვის გაბულინებ რა მნიშვნელობა გამოვა რომ უბრალოდ სხვადასხვა რაღაცა გეოპოლიტიკური კუთხით რაღაცა ერთმა ერთი გადაწყვიტა თუნდაც მოსახლეობა მეორე მაგრამ თუ მეთოდიკა იქნება თუნდაც ასეთი ინტენსივობით დამთხევა ეგ იქნება ძალიან დიდი შეცდომა ჩვენ აქ მე და ეკას ძალიან ხშირად გვისაუბრია რამდენად ცუდია ჩვენი აზრით ეს ემოციების ფალსიფიცირება ბევრად უფრო საშიშ ვირუსებს ავრცელებს და ბევრად უფრო ღრმა პრობლემებს იწვევს ადამიანში იმიტომ რომ ეს არის არაბუნებრივი მდგომარეობა და როდესაც შენ ადამიანს თხოვ რომ აი ესეთი დროს როცა მის სიცოცხლეს ემუქრება მისთვის საყვარელ ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება კიდე აიძულო რომ რაღაცა ხელოვნურ რაღაცა ესეთი სინთეტიურ მდგომარეობაში იყოს და რაღაცა მე მოკლავ დედას მე მოკლავ მამას თუ რაღაცა ეს არის ისა არა გასაგებია და პირიქით უნდა თქვას ადამიანმა თუ დაიხალა ან თუნდაც აზრს ვერ პოულობს ან ასე შემდეგ პირიქით ეგ უნდა თქვას რომ ვიცოდეთ რომ ადამიანს ჭირდება ხო ის თუ საკუთარ თავში ამას ჩაკლავს ვინ იქნება ვინც გამოვა და ვინც ეტყვის რომ იცი რა არის არაუშავს ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება ამაზეც გვისაუბრია მე და ეკას თუ რამდენად მნიშვნელოვანია როცა ერთი ადამიანი ფრონტზე დავარდება ხარ რა უნდა უთხრა იმას ხო უნდა დაუწყო იქ რომ რატო დავარდი და აი ვიცოდი და ის არ დაიღალა შენ დაიღალე არა პირიქით უნდა წამოვაყენოთ და უნდა გაუგოთ ერთმანეთს და ჩემერით უფრო მოედება ქალბატონო მარინა აი როგორ შეიძლება მოდით ჩვენ თქვით ის თქვათ რა არ შეიძლება რომ გავაკეთოთ და არ უნდა მოიქცეთ ადამიანებს ესე გეთანხმებით რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად რაღაცა ბუნებრივ მდგომარეობაში იყვნენ ადამიანები და თუნდაც ის რომ მუხტი შენარჩუნებული იქნას და რაღაცა სასწრაფოდასაც არ მიეცეს ხალხი პოზიტიური კუთხით რა შეიძლება შემიძლია გითხრათ რომ ამის მზამზარეული რეცეპტი ნამდვილად არ მაქვს 2017 წელს გამოვიდა ერთი ძალიან საინტერესო წიგნი ეს არის კრისტოფორ ბოლასი, რომელიც ამჟამად ითვლება ერთ-ერთ კლასიკოსად, ზუსტად ამ ფსიქოდინამიკის მიმართულებით და ის წერს, რომ მაშინ, როდესაც ანალიზებს ერთ სიტყვით საზოგადოებებს და ასე შემდეგ და ის წერს, რომ როდესაც დგება კრიტიკული სიტუაცია. პირველი ეს არის, რომ ადამიანი უნდა მიტრიალდეს და ეს საზოგადოება უნდა მიტრიალდეს თვითრეფლექსიისაგან, ანუ თვითანალიზისაგან. და რესურსი ამისი შეიძლება კონდეს ადამიანს შეიძლება არ კონდეს და ასევე საზოგადოება შეიძლება კონდეს და შეიძლება არ კონდეს. მე ჩემ მოსაზრებას მოგახსენებთ, ახლა თუ კი შევხედავთ ჩვენ ამ კრიზისულ სიტუაციას, ერთი რამ, რაც პირდაპირ თვალში საცემია, საზოგადოება თავისი ამჟამინდელი სტრუქტურებით არის გაყოფილი შუაზე. ანუ ერთნი არიან მომხრეები, მეორე არიან მოწინააღმდეგეები. და ეს ერთი მომხრე და მეორე მოწინააღმდეგე მუშაობს მხოლოდ იმაზე, ვინც ისედაც მომხრეა, უბრალოდ ორი ჯგუფია რა, ერთი პლუსი ავიღოთ, მეორე მინუსი, ან ერთს ადავარქოთ, მეორეს ბ, არა აქვს მნიშვნელობა ახლა ამ თვალსაზრისით. მთელი თავისი სტრუქტურით ეს იქნება მედია, სოციალური ჯგუფები თუ ასე შემდეგ, მუშაობს ერთ მხარეს, მხოლოდ თავისიანებთან და მეორე მუშაობს მხოლოდ მეორე მხარეს, მხოლოდ თავისიანებთან. ანუ რეფლექსია იმისა, რომ თუ კრიზისული სიტუაცია, ეს ორი უნდა დაუახლოვდეს სადღაც შუაში ნეიტრალური ველი მაინც უნდა კონდეს, არც ერთი ფიქრობს და არც მეორე. მაშინ, როდესაც ახლა მაგალითად
მედიის ფუნქცია რა არის? მედია ხო კომუნიკაციას ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ აქედან ვინც ჩემი მოწინააღმდეგეა, რომელშიც მე არაფერში არ ვეთანხმები. მოვიყვანო და ვალაპარაკო იმისათვის, რომ მე გამოვაჩინო მინიმალური მიმღებლობა მაინც იმისა, რომ მე მეორეს უსმენ და ვხედავ. თუ ის მეორე არ მოვა, ეს იმის პრობლემაა. მაგრამ მას არა განსაკუთრებით ასეთ შემთხვევაში ლაპარაკი მაქვს მე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს. მას არა აქვს უფლება რომ არ მოვიდეს და არ ელაპარაკოს, იმიტომ რომ პირობითად ვამბობ, რადგან არ შეიძლება მოვიდეს ეკონომიკის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, განათლების მინისტრი და ვილაპარაკოთ იმაზე, რაც განათლებას ეხება. მართალია ის წარმოადგენს ამ წუთას ოფიციალურად მართლ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას და მე საერთოდ არა ვარ მე სხვა მოწინააღმდეგე ბეჯგუფის წარმომადგენელი, ხო? არა ვარ საერთოდ მასთან დაკავშირებული და ოპოზიციაში ვარ, მაგრამ რატო არ შეიძლება მედიამ შეასრულოს მედიატორის როლი, რომ მოიყვანოს და მან ილაპარაკოს. ანუ აქედან გამომდინარე, მე ირიბად ვშლი მის მიერ შემოთავაზებულ ხაზს, რომ ჩვენ კარგები ვართ და ჩვენ აქეთკენ ცუდები არიან. ასეთ შემთხვევაში თქვენ რაც ბრძანეთ, ხო? როგორ შეიძლება რომ მე რაღაცეები დამავალო, რომ ესე უნდა მოვიქცე. არაფერს არ გავალებ მე შენ. მე უბრალოდ შენ გისმენ და მიუხედავად იმისა, რომ მე შენ არ მომწონხარ, მე მზად ვარ შენი ხმა გავიგო. ასეთ შემთხვევაში ეს იქნება საუკეთესო მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენ რეფლექსია დავიწყეთ. რეფლექსია იმაზე, რომ მეორეს რა უნდა ის გავიგოთ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მე და თქვენ შევთანხმდეთ თუნდაც იმაზე, წაღან ელენემ წყალი ახსენა. იმაზე მაინც თუ შევთანხმდებით, რომ თუ სუფთა წყალი არ ექნება ქალაქს, ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ბავშვებს ცალკე, მოზრდილებს ცალკე, ამას რა ქვია, ჯანდაცვის სისტემას ცალკე, ანუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ ყველას გვინდა ეს სუფთა წყალი, ხო? ასეთ შემთხვევაში მე სრული უფლება მაქვს, რომ ვიფიქრო, რომ ის ადამიანიც, რომელიც ჩემი პოლიტიკური შეხედულების მოწინააღმდეგეა, მე უკვე გადმოვიყვანე ცოტათი ჩემ ადგილას. ასე პირდაპირ მოქცევა არის რელიგიური ფენომენი. და ის რომ ვიღაცა მე დამინახოს, თურმე იმასაც ზდომებია კაცო სუფთა წყალი. გინდა ერთ მხარეს და გინდა მეორე მხარეს. ეს უკვე არის საერთო წერტილი, რაზეც ჩვენ შეგვიძლია მსჯელობა დავიწყოთ. და აღმოჩნდება, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი ქვეყნისათვის, მაგალითად, ყველანი შევთანხმდეთ იმაზე, რომ სტაბილურობა არის ამოსავალი წერტილი. და ჩვენ ყველაფერი ეს გვინდა ევროპასთან ურთიერთობა იმისათვის, რომ სტაბილურობის გარანტია და ჩვენ ასევე გვინდა ვიცოდეთ, ისინი სტაბილურობაზე გვეთანხმებიან თუ არ გვეთანხმებიან. თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ ყველა სტაბილურობა გვინდა, ასეთ შემთხვევაში ეს ემოციური მუხტი იკლებს და გადავდივართ უკვე იმაზე, ეს სტაბილურობა როგორ შეიძლება იქნეს მიღწეული. ანუ მე ძირითად პრობლემას ასეთ შემთხვევაში ვხედავ იმაში, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ ერთმანეთთან, ჩვენ არა გვაქვს სივრცე, სადაც ვილაპარაკებთ. ჩვენ არა გვიზის მოპირდაპირე მხარეს ის ადამიანი, რომელიც განსხვავდება ჩემი პოლიტიკური შეხედულებებისაგან, ვიღაცა შეიძლება მართლა უნდოდეს, ასე ვთქვათ, პატერნალისტურ საზოგადოებაში ცხოვრება, იმიტომ რომ მისი გავლენები, ფინანსები და ასე შემდეგ ბევრად უფრო მარტივად ოპერირებადია, ხო? იმიტომ რომ ევროპულ სისტემაში ცხოვრების კვალობაზე თუნდაც ის განსხვავება, რაც არის პენსიისა და პარლამენტარის ხელფას შორის, ესეთი ვერ იქნება. უბრალოდ ვერ იქნება. თუ ამ ადამიანს, რომელიც არის სტაბილურობის მომხრე, არის დაბალი შემოსავლის მქონე, ის მე მეთქვის, რომ კი, ჩემზე 34 ჯერ მეტი უნდა კონდეს ერთი თვის ხელფასი პარლამენტარს, ну, მაშინ მე მეცოდინება, რომ ასეთ შემთხვევაში ვიღაცა უხდის იმ დანარჩენ 33%-ს და ამიტომ ელაპარაკება ამას. თორე ეს არ ჯდება არანაირ რაციონალურ გათვლაში, ეს არ ჯდება არანაირ აფექტურ გათვლაში, ეს საერთოდ არ ჯდება ადამიანის ქცევაში. რაც გულისხმობს ესეთ რაღაცას, რომ ადამიანს აქვს
ადაპტაციური ქცევა, ანუ ის ერგება გარემოს და ინარჩუნებს სიცოცხლეს, ან აქვს მიზანმიმართული ქცევა. მიზანმიმართული ქცევის შემთხვევაში შეუძლებელია ვიღაცა მითქას, რომ მე თანახმავარ ვიღაცა XYZ-მა მიიღოს 34.9-ით მეტჯერ ხელფასი, ვიდრე ჩემი პენსია იქნება. მაშინ, როდესაც იმას აქვს პირობითად 40 წლიანი სამუშაო გამოცდილება. მორჩა გათავდა, მე შევქმენი სივრცე, სადაც ადამიანები ელაპარაკებიან ჩვეულებრივ ყოფით თემაზე და ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ის, ვინც მე თავს მახვევს პროპაგანდას, ცდარ შეხედულებებს საკუთარ თავზე და უნდა რომ მე გამომიყენოს როგორც ჭანჭიკი, მე კითხვის ნიშანს მაინც დავსვამ. იმიტომ რომ თქვენ ვერსად ვერ წაიყვანთ ადამიანების გარკვეულ პროცენტს, რომელსაც არაფრის გაგონება არ უნდა და უნდა თავისთვის იყოს თავის პატარა გამოქვაბულში. ეს გამოქვაბული შეიძლება იყოს ოქროს სასახლე და ეს გამოქვაბული მართლა იყოს გამოქვაბული, რომელშიაც ის იცხოვრობს და გამოვა მარტო წყალს დალევს და მორჩა გათავდა. მეტი მას არაფერი არ უნდა. ნამდვილად, აბსოლუტურად გეთანხმებით და მართლაც აი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, თუმცა მე ეს დიალოგი ჩემს მეგობრებთან მქონდა, იმიტომ რომ აი, როდესაც ძალიან რთული პერიოდი იყო და დარბევები და რაღაცა ეს რაღაც ჯგუფებში, ანუ ემოციური ფონიც როცა ძალიან მაღალი იყო, რაღაც კამათი გქონდა და რაღაც მომენტში მივედით იქამდე, რომ აი ბოლოს მივხვდით, რომ ანუ მეგობრები ვართ უახლოესი და რაღაცაზე ძალიან ცხარად ვკამათობდით და ბევრი მსჯელობის და ფიქრის შემდეგ მივედით იქამდე, რომ შეიძლება ვერ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ აი რაც თქვენ ახსენეთ ზუსტად, რომ რაღაც შეხების წერტილები ხო გვაქვს, რაშიც ერთმანეთს ვეთანხმებით და მოდი ამას ჩავეჭიდოთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თან რთული არის დღეს. ეს ძალიან რთულია. აი ის გამონახვა, როდესაც ამდენი წელია ესეთი პროპაგანდის ქვეშ ვცხოვრობთ, ეს დაგვასწავლეს თან, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს. ეს საერთო წერტილი დღეს ცხვირწინ გვაქვს, წამება, რა მიუღებთ. ეგეც, მაგრამ ის საერთო წერტილი, რომელზეც განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ეს არის ის, რის გამოც ჩვენ მეოთხედ გამოვდივართ თუ მეხუთედ და შევავწდები ბოდიშს. არა, მეოთხეჯერ. მაგრამ ეს არის ის საერთო წერტილი, რომ მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ადამიანი, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი, რომ ამას ეთანხმებოდა. მაგრამ აქ უკვე პროფესიასაც არანაირი მნიშვნელობა. კი ბატონო, ეს არის ის წერტილი, საიდანაც ჩვენ შეიძლება დავიწყოთ შეთანხმება, რომ წამება მიუღებელია. ჩაგვრა მიუღებელია. უკანონო დაკავება მიუღებელია. კანონ გარეშე ცხოვრება მიუღებელია და ასე შემდეგ მივიდეთ საბოლოო ჯამში რაღაცა კონსენსუსამდე, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენ აღარ დაგვჭა ფუფუნება მარტო იმაზე ვილაპარაკოთ, რომ ერთადერთია სტაბილურობა, თქვათ იზღირებულება, რომელზეც ვილაპარაკობთ, იმიტომ რომ ცხვირწინ გვაქვს წამება და სანამ წამებაზე არ შევთანხმდებით, საბოლოო ჯამში მე ვერ გადავდივართ სხვა ისეთ ღირებულებებზე, რომელიც ასევე დარწმუნებული ვარ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ პროპაგანდისტულ მესიჯებს და ვერ იაზრებენ გულწრფელად არანაირი მერკანტილური ინტერესი არ აქვს და იქ არავის ფულს არ უხდიან, სჯერა რაღაცეების, მაგრამ კითხვა არ დასმულა, რომ აი შენ ეთანხმები იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, მის წამებას ეთანხმები, არ მგონია რომ ამ ადამიანმა გითხრას, რომ კიო. როცა პირდაპირ არის მიმართული პასუხი. არა იმაზე, რომ აი ეს ცუდია, კარგია კი არა, შენ ეთანხმები, ხელს მოაწერ იმას, რომ ეს ხდებოდეს შენ ქვეყანაში, არ მოგიწერს. კი, ნამდვილად ასეთ შემთხვევაში საპონელია. ერთი რაღაცის დამატება მინდა უბრალოდ დღეს სოციალურ ქსელში, აი ვაგრძელებ იმას, რაც ელენემ თქვა, სოციალურ ქსელში გადავაწყდი მცირე ვიდეო ჩანაწერს, როდესაც ერთი სუბიექტი მდედრობითი სქესის, ან ყოველ შემთხვევისათვის გარედან ესე იყო, ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირში, იმიტომ რომ რით ვერ გაიგეთ, რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი ევროკავშირში, ევროპის ქვეყნები ცხოვრობენ სამართლიანობით. კარგია რომ თქვენ ეხებით ამ თემას კანონის მონები რო არა ვართ, ხო? ხო, სამართლიანობის პრინციპით და ქართველებს ჩვენ ეს არ გვახასიათებს. კანონის მონობა არ გვახასიათებს. კანონის მონობა არ გვახასიათებს. ხო. და ჩვენ არ გვინდა სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება, ჩვენ არ გვინდა კანონის მონები ვიყოთ. ახლა ის რო არ ვიცი ვინ ეგ არის პაპანიაცი ცხოვრებას გვთავაზობენ, ანუ ეგ არის ხო, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის მე იცით რისი თქმა მინდა, რომ
თერაპევტებისაგან განსხვავებით მე არ მაქვს იდეალური წარმოდგენები ადამიანებზე, მაგრამ რო ავიღოთ 100-იან. ეხლა ჩემს ვიბართ ხარციობდება манипуляცია. არა, ზედმეტად ჰუმანისტური გამოგივიდე და მაგაში მინდა ცოტა ის შევიტანო. 100 ადამიანს რო ვკითხოთ, რა ურჩევნია სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება, თუ ურჩევნია თვითონ დაცული იყოს და სამართალი ზოგადად არ არსებობდეს, ნუ 5-7% გიპასუხებთ, რომ აი მე ნამდვილად მე ვიყო კარგად დანარჩენი არ მაინტერესებს, მაგრამ 93% გიპასუხებთ, რომ რა თქმა უნდა, მას უნდა რომ სამართალმა პური ჭამოს, ანუ სამართლიან ქვეყანაში იცხოვროს. მთელი პრობლემა დღევანდელი დღის არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით რაზე თანხმდებით. თანხმდებით ამ ადამიანის მიერ შემოთავაზებულ უსამართლო გარემოზე, ყველას 93-ს გვინდა და 5-ს უნდა მარტო სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება? თუ ესეა, მაშინ საერთოდ ჩვენ აცდენილები ვართ ერთმანეთს, მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანი ცოცხალი არსება, ბიოლოგიური არსება, თანდაყოლილია, რომ თვით შენახვა განახორციელოს, ის ეძებს გარშემო სამართალს, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს ძალიან მარტივად თორე ხარ დავიწყებ კიდე ამას ლევიათანზე არ ვილაპარაკებ ახლა რა კიდე. ამ დროშიც ისე ვართ უკვე. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ის ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შუაზე გაყოფა საზოგადოების ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს. მცირე ჯგუფის მიერ სურვილს ძალაუფლების სრული კონსოლიდაციის. და ამ ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია არ უნდა მარტივად შენ არ უნდა დანებდე მარტივად. ფსიქოლოგების მარში გულისხმობს ამას. მე ვარ ჩემ თავთან მართალი, მე ვიცავ ჩემ პრინციპებს, მე მიყვარს ან მე ვაღიარებ მეორე ადამიანის არსებობას და მე არ მოგცემ იმის საშუალებას, რომ მე გადამაგდო ან ერთ ჯგუფში, ან მეორე ჯგუფში, იმიტომ რომ შენი ძალაუფლების მსახური გავხდე. აი ეს არის იდეა. ის რომ და ეს არის ამოსავალი პრინციპი იმისაც, რომ რადგან მე მეორეს ვხედავ, ყველა წამებული, ყველა უკანონოდ დაპატიმრებული და არამართლზომიერად დასჯილი ადამიანი ჩვენ ვდგევართ ამ ხალხის გამო, მარტივი მიზეზის გამო. ისინი არიან ჩვენი მოყვასები და ჩვენ თუ ვეკუთვნით ამ ქრისტიანულ კულტურას, უნდა გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი, როგორც თავი ჩვენი, ხო? და ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, რომელ სამართალზე არის ლაპარაკი, მაშინ, როდესაც 300-ზე მეტი ადამიანი არის ფიზიკურად შეურაცხყოფილი და ფსიქოლოგიურად, ხოლო 80 დაჭირდა ჰოსპიტალი. ხო და რა ვქნათ ახლა ჩვენ ვართ იმ პროფესიის წარმომადგენელი, რომლისთვისაც მეორე ადამიანის ხელყოფა არის ყველაზე დიდი დანაშაული. და ჰუმანისტური პერსპექტივიდან თავისუფლების აღკვეთა ყველაზე დიდი სასჯელი ხო არის ადამიანისთვის და უკანონო წამების დელფასია. ეგ არის რომ დამატებით შენ არაფრის გაკეთება არ გჭირდება, როცა უკანონო პატივარი ყავს, ის უკვე წამებაში ყავს. საქმეც მაგაშია, რომ ამას კიდე დამატებული, ხო? ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის წამება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დასრულდება და ჩვენ არასოდეს ჩვენ საზოგადოებას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მე როგორც ფსიქოთერაპევტ არასდროს არ მომიწევს ტელეეთერში მოსვლა და იმაზე ლაპარაკი, რომ დღეს საქართველოში ხალხია ნაწამები. მე ძალიან ეს არის ჩემი სურვილი, რომ საქართველოში ჩვენ ფსიქოლოგები გავერთიანდეთ სრულიად სხვა თემებზე, გქონდეს დრო რომ ვიზრუნოთ ამ სფეროს განვითარებაზე, კვლევებზე, დავხოცოთ ერთმანეთის სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლებმა, მაგრამ არასდროს წამების გამო ჩვენ არ მოგვიწიოს ქუჩაში დგომა, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი ტრაგედია და რა პროფესიისაც არ უნდა იყო და როგორი მომზადებულიც არ უნდა იყო, როცა შენ იცი, რომ შენს მოყვას აწამებენ, იმის გამო, რომ მას თავისუფლება და სიყვარული აქვს ამ ქვეყნის, შენზე ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანზე. ასე რომ, ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენ რამენაირად სხვანაირი აბჯარი გვაქვს და ეს ნაწილი ჩვენზე არ მოქმედებს. შეიძლება პირიქითაც. გულწრფელად დიდი იმედი მაქვს, რომ უკანასკნელი
ეთერი იქნება საერთოდ, სადაც ჩვენ წამებაზე არ მოგვიწევს ლაპარაკი. სხვა ძალიან ბევრ თემებზე ვილაპარაკებთ სიმბოლონებით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა და ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა ასე გვიან რომ იყავით ჩვენთან ერთად და მადლობა რომ გახართ ქუჩაში ჩვენთვის და ხო ყველანი ერთმანეთისთვის. დავემშვიდობებით ჩვენ სტუმრებს. გავალთ რამდენიმე წუთიან რეკლამაზე და დაგიბრუნდებით კიდევ ძალიან საინტერესო სტუმრებით და თემით ასე რომ დაგვეულოთ. ასე რომ დროებით. დავბრუნდით როგორც შეგვპირდით. ღმერთო ჩვენ ვიყოთ პოლიტიკაში, იცი რატო? არა, იცი რატო? არა, იმიტომ რომ кай ხალხი. პოლიტიკაში ვართ 44 წელი. არა, მომისმინებო, ჩვენ ვართ ერთადერთი ტიპები, რომლებიც დაპირება სისტემატიურად ასრულებენ. რამდენჯერაც ვიტყვით რომ გავალთ რეკლამაზე და დაგიბრუნდებით, როდესმე არ დაბრუნებულ ვართ. მოგვაწეთ. ელო, ნუ იძახი, ნუ მაშინ. არა, არ მოპირდეთ, არ მოხდეს ესე. მართალია მსოფლიოში ტენდენციები შენიშნება, რომ ზოგადად რაღაც მსახიობი, განსაკუთრებით იუმორთან ასოცირებულების შემდეგ დიტანოდებს იკავებენ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ესე არ იქნება. ხვალ ჩვენი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი და იტყვის ილო ბეროშვილი პარტიას აანონსებს ეთერში. არა, ჯერ შეგრემ შვიდად იყოთ. და ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს, ჩემი ერთ-ერთი ძირფასი მეგობარი, რომელიც ძალიან დიდი ხანი არ მინახე ხა ჩემს გვერდით არის და ჯერ მარტო უკვე ამიტომ გამიხართ ჩვენი სტუმრების საქმოსვლა და აუცილებლად უნდა წავიკითხო, მე არ მინდა რამე გამოჩეს, ხვალ მეგობრებო, მედია რომ ბევრნი მოხვალთ, არის კონცერტი, საპროტესტო კონცერტი, რომელიც გაიმართება 16 საათზე იპოდრომზე და ეს არის საქართველოს მუსიკოსების კარგად წავიკითხო, საქართველოს მუსიკოსები იპოდრომზე გამართავენ კონცერტს, სადაც გააპროტესტებენ საჯარო სივრცეების მიტაცებას, იპოდრომის საზოგადოებრივი მაუწყებლის სასამართლოების მიტაცებას და სოლიდარობას უცხადებენ უკანონოდ დაპატიმრებულ და ნაწამებ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა. ასევე საპროტესტო კონცერტი, რო იცოდეთ, გაიმართება 4-დან 11 საათამდე და მერე უკვე საღამოს 11-დან უკვე იპოდრომიდან იქნება მსვლელობა რუსთაველზე. ეს არის ხვალინდელი დღის განრიგი. ხოლო რაც შეეხება ჩვენ სტუმრებს, ჩვენი სტუმრები გახლავთ ელენე ცერცვაძე, რომელიც გახლავთ იპოდრომი უბეტონო მხარეს დამფუძნებელი აქტივისტი, ოტო ბერძენიშვილი, საქართველოს მუსიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარე და გიორგი ამაშუკელი, მუსიკოსი, ადგილობრივი მაცხოვრებელიცაა და გვერდზე მიწერილი ისიც. პრობლემაც იცის. ანუ საკითხში ჩახედული ადამიანი ხარ რა. ესე იგი, მოგესალმებით და მოდი ეს დღეები რომ გამოვიარე იპოდრომთან, რომ დავინახე იც რაც ხდება, ყველა ჩემი ბავშვობის მოგონებები, გინდა ცხენებთან დაკავშირებული და გინდა ფეხბურთს რო თამაშობდივით ჯორჯიაში, დავრბოდით ხოლმე მუდმივად და ნუ აი ესეთი ადგილი იყო იპოდრომს ბევრი სპორტული კლუბი ყავს შეფარებული იმ დროს, როცა ჩვენ მოედანი არ ქონდა და მოკლედ რა თქმა ამას ლაპარაკი უამრავი ფესტივალიც გამართულა და ბევრი ტკბილი მოგონებები გვაქვს და ძალიან მტკივნეულია იმის შვილი და ძაღლი იპოდრომზე გავზარდა. თქოს რაღაცა ისტორიის, რაღაცა ძალიან დიდ ფურცელს ესე ხურავენ და რაღაცა ახალ რაღაცა სინთეტიურ ისტორიას ქმნიან. ამასთან დაკავშირებით ვისაუბროთ, კი რაღაცა დაანონსება გავაკეთე პრინციპში არ, მაგრამ მაინც რო უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ ხვალინდელი დღეს, საერთოდ როდის გაჩნდა ეს იდეა და ხვალინდელ დღეზე ვინ იქნებიან მონაწილეები და ასე თქვათ უფრო რომ გავაცნოთ დეტალურად ჩვენს მაყურებლებს. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისათვის და ჩვენი პრობლემით დაინტერესებისათვის. ჩვენი სამეზობლო თემი, რომელმაც ეს ჯგუფი ჩამოაყალიბა იპოდრომი უბეტონო მხარე, უკვე მეოთხე წელია რაც იპოდრომის დასაცავად იბრძვის. და მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი სხვადასხვა ხერხით ვცდილობთ გაგვეპროტესტებინა, იქნებოდა ეს სასამართლოში სარჩელების შეტანა, აქციების მოწყობა თუ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების, იმიტომ რომ როგორც ახლა თქვენ ახსენეთ, იპოდრომი მართლა ძალიან ბევრ სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებს აერთიანებდა ყოველთვის. ვიღაც შეიძლება სეირნობდეს, ვიღაც თამაშობდეს, ვიღაც ბავშვს ასეირნებდეს, ვიღაც ძაღლს ასეირნებდეს. გუნდები ვარჯიშობდნენ სხვადასხვა დისციპლინაში და იქვე შეიძლება ვიღაც წიგნს კითხულობდეს უბრალოდ და გვინდოდა რომ ხაზი გაგვესვა ყოველთვის აი ამ სხვადასხვა ღირებულებების მქონე ადამიანების შესაკრების სივრცე რომ იყო იპოდრომი და ბოლო კვირების განმავლობაში დამიკავშირდნენ მუსიკოსთა კავშირიდან და რადგანაც ჩვენ ყოველთვის ძალიან გახსნილები ვიყავით და ყოველთვის ვამბობდით რომ ნებისმიერი მოქალაქის მხარდაჭერას, იდეებს იქნება თუ ასე შემდეგ მივიღებდით, იმიტომ რომ იპოდრომი ყველა სეკუნდის გარდა მარტო სამეზობლო თემის არ არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო სივრცეა მთელ ქალაქში და ძალიან გამიხარდა მე პირადად, ძალიან გამიხარდა ესეთი ინიციატივა და ცხადია, დიდი გულით და სულით შევხვდით ამ ინიციატივას.
და გადავწყვიტეთ, რომ თან ამ ყველაფერთან ერთად, რასაც ახლა ჩვენ უკვე მართლა 2 თვეა რამ მდგომარეობაში ვართ, ხო? ფაქტიურად ყველა ცდილობს რაღაც სხვადასხვა კუთხე მოძებნოს, საიდანაც შეძლებს ამ პროტესტს დაეხმაროს და სიმბოლურია, რომ იპოდრომი ზუსტად იგივე მარწუხებში არის მოქცეული, რაშიც მთელი ქვეყანა, იმიტომ რომ იპოდრომსაც ბიძინა ივანიშვილი, ფონდი ქართუ და მერია იბრძვეს და ეხლა დაემატა ამათ სოსო ფხაკაძე, რომელიც ტერიტორიის ნაწილის ახალი მფლობელი გახდა და ფაქტიურად ხო, რაღაც პატარა მოდელია, იპოდრომი არის საქართველოს პატარა მოდელი, იმიტომ რომ რაც თელ ქვეყანაში ხდება, ზუსტად იგივე ხდება წლების განმავლობაში იპოდრომზე და გადავწყვეტეთ, რომ რაღაც ისეთი პროტესტი გაგვეკეთებინა, რომელიც იპოდრომსაც გაუსვავდა ხაზს და იპოდრომის დაცვისკანაც იქნებოდა მიმართული და ასევე გააერთიანებდა იმ ყველა მოთხოვნას, რასაც 2 თვეა ვითხოვთ ადამიანები გამწარებულები, რომ გაანთავისუფლონ ეს პატიმრები, დაგვინიშნონ სამართლიანი ახალი არჩევნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დანარჩენ საკითხებზე მგონია, რომ მუსიკალურ ჯგუფებზე მონაწილეებზე ალბათ ოთო უფრო უკეთესად ისაუბრებს და გიორგიც და ჯობია მათ უფრო მივცეთ ამის საშუალება. მე ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო თვითონ იპოდრომთან დაკავშირებით ეგ არის, რომ უბრალოდ წარმოუდგა, ახლა ცოტა ხნის წინაც თქვენ საუბრობდით რაღაც სხვადასხვა წერტილებზე, რაც შეიძლება გადაკვეთის ჰქონდეს სხვადასხვა აზრზე მყოფ ადამიანებს, ხო? და ალბათ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში მცხოვრები ყველა ადამიანი დარდობს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, გამონაბოლქვზე, უჰაერობაზე, საცობებზე და ასე შემდეგ. და აი ესეთ ქალაქში, სადაც მერიამ რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკას ცვლიდა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე აკეთებდა პრიორიტეტს, ამისათვის ქალაქში ჭავჭავაძის ქუჩას საერთოდ შემოვატრიალეთ, ხო? და იგივე მერია ქალაქის ცენტრში, უზარმაზარ სარეკრეაციო სივრცეში იწყებს ისეთი პარკის მშენებლობას ჯერ, რომელიც არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმისა, რასაც 21 საუკუნეში ადამიანი ელოდება პარკისგან და მეორე მხრივ ტყის უნიშნულოვანეს ნაწილს, რომელიც 8 ჰექტარია, თანაც ეს ტყის ნაწილი უთმობს ახლა უკვე სოსო ფხაკაძეს, რომელიც აპირებს იქ ცათამბჯენების მშენებლობას და ანუ რა გამოდის, სად უნდა ვისუნთქოთ, სად უნდა დავისვენოთ, სად უნდა ვივარჯიშოთ ბავშვები, სად უნდა გავასეირნოთ. ან მე რო ვამბობთ, რომ აი საცობში ვართ, აი თუნდაც იმ ხალხმა, ვინც იმ ცათამბჯენებში იქნებიან, აი ხალხი სად უნდა წავიდეს, ისინი ხო იგივე ჰაერს ისუნთქებენ, ანუ ну არ ვიცი, 107 სართულზე სხვა ჰაერს ისუნთქებს ალბათ ვიღაც ვინც სულ აი სულ ფიქრობ მაგაზე, რომ აი თუნდაც სულ რო ვიფიქროთ, რომ აი ვიღაც წყნეთში ცხოვრობს, ვიღაცა სადღაც ვილა აქვს, მაგრამ აი სოსო ფხაკაძესაც ხომ უწევს თვითონ ქალაქში გადაადგილება. ისიც ხო იჩხირება იმავე საცობში. ისიც ხომ ჩაისუნთქავს ყოველ ვარიანტში იმ ჰაერს. ну ძალიან მტკივნეული არის მართლა ჩვენ საუბრობთ იგივე მერიაზე, რომელმაც დღეს 14 ადამიანს თავის ხელით ჩაკოწიწებული სახლები დაუნგრიეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანებს, რომლებიც არიან დევნილები, შშმ-პირები, სოციალურად დაუცველები, თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად ძლივს შეკოწიწებული სახლები დაუნგრიეს, გამოყარეს და ზამთარში დატოვეს ქუჩაში. არ ვიცი, ხო, ძალიან რთულია და ნამდვილად გეთანხმებით. იპოდრომი ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული, მართლა ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილი იყო და ბოლო დროს საერთოდ ვეღარ დავდივარ, არ შემიძლია მის ყურება, რაც იქ ხდება და იმიტომ რომ მართლა რეალურად თბილისში იყო ერთადერთი ამხელა დიდი მინდორი, სადაც შეეძლო ბავშვს ერბინა, ძაღლს ერბინა, გეთამაშა ბადმინტონი, თუ არ ვიცი, ნებისმიერი რამ და ხო, ну ეს კიდე ცალკე სასაუბრო თემაა იპოდრომზე რა ხდება, მაგრამ გეთანხმები რომ მართლა რაღაცნაირად პატარა საქართველოს მოდელია. გადავიდეთ ახლა იმ საპროტესტო კონცერტზე, რომელიც არის დაგეგმილი და რატომ ფიქრობთ, რომ არის მნიშვნელოვანი ამ კონცერტის გამართვა? იმიტომ მე რაღაც სულ ამაზე სულ ხშირად საუბრობთ, რომ აი ნუ თუ არ ესმით მათ ჩვენი ხმა, იმიტომ რომ მართლა 2 თვეა ქუჩაში ვდგავართ ყოველ დღე და ყვირით. მე მაინც მგონია რომ ესმით მას ჩვენი ხმა უბრალოდ რაღაცნაირად იყრუებენ. ესმით, რა თქმა უნდა, ესმით კარგად უკაფიოდ ესმით, არ ესმით რას ვეუბნებით შეიძლება. და რატო ვეუბნებით, მაგრამ თვითონ ეს გერები შეძდით ყურში უეჭოდოთ რა და მე მოყვება ხა ჩემ მხარეს ამბის ჩვენ მხარეს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი ვაკეთებდა ესეთ პროექტს მუსიკალური აქცენტები, რომელიც ფარგლებში, რეგიონებში თუ ქალაქებში დავდივართ და ვატარებთ კონცერტს პრობლემატურ ტერიტორიაზე. იპოდრომი არის
ძალიან სერიოზული პრობლემა რატო? აი ხა თქვენც რომ ამბობთ ეს მინდორი რაღაცა. ამ მინდორზე ნუ ის რაღაც სიმახინჯეები რომ შენდება, ეგ არავის მინდორი ყოველთვის შეგიძლია რომ დააბრუნო მინდურად, რაც არ უნდა დაიდოს იქ რა. ლაპარაკი არის ტყეზე. ანუ ჰაერი საიდანაც მოდის, მაგრამ რომელიც იყო რეკრეაციული ზონა წლები და ეს სტატუსი ჩამოერთვა იმისთვის, რომ ვიღაცებს ესე მისცენ უფლება. იმას ქონდა რაღაც ყამათი მეგობართან ძალიან კარგ ადამიანთან, რომელიც მეუბნებოდა, რომ ანუ ბიზნესმენი როდესაც ლეგალურად რაღაცას ყიდულობს, მაგაზე არ უნდა მიაძახო და იმიტომ რომ ნუ არ არის ეგრე რა, იყიდა ოფიციალურად რა, მაგრამ როცა არალეგალურად ყიდის კი ახლა შესაძლებელსაც ხარ ხელისუფალის სავარძელში ასე ვთქვათ. შენ შეგიძლია ეს გააკეთო, ეს ლეგალურია, მაგრამ ხო ეგ ხო ის არის რა სისულელი არის, უაზრობა არის, როდესაც არის წლები რეკრეაციული ზონა რაღაცა, უცებ ჩამოვართვა ეს სტატუსი, უკვე დაეწევს შემდეგი მფლობელი არის ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს რო თავი დავანებოთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დაკეთებს თავის ბენზო გასამართების PR-ს. და ნუ აღარ გავახსენებთ. მოკლედ და ამიტომ იცით როგორ არის ახლა ჩვენ ვართ მუსიკოსთა პროფესიული კავშირი, ჩვენ რასაც ვაკეთებთ სახალხო დაფინანსებით, ფანდრაიზინგით ასე ვთქვათ. და მუსიკოსები რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობენ, უკრავენ იმიტომ რომ არიან ამ ბაზრზე. არის ძალიან დიდი გამოსვლასია დაახლოებით 17 ადამიანი თუ არ ვთქვი, ყოველ შემთხვევაში 4-დან 11-მდე არის კონცერტი და თითო გამოსვლასაა 20 წუთი დაახლოებით, იმიტომ რომ მეც უბრალოდ ვერ ესწრება რა. წამყვანი ყავს საოცარი სტენდაპ კომიკოსი და კინოპროდიუსერი თიკო ნადირაშვილი და მოკლედ მხიარული დღე იქნება. ასე ვთხოვეთ სხვადასხვა აქტივისტებს რომ შემოიარონ, მოყვნენ თავიანთ პროტესტზე და რა ვიცი, ეს საინტერესო დღე უნდა იყოს ძალიან. ნამდვილად და როგორც ვიცი და დაანონსებული გაქვთ რომ მე მარშით იქიდან ხალხი წავარდება. დიახ, ეს სამუშაო სახელწოდება არის გამოგვიძების მარში, იმიტომ რომ საკმაოდ გვიან იქნება, ანუ ალბათ 12-ისკენ, 12-ის ნახევრისკენ დაიწყება. თუმცა იქნება და ნუ მე იმედი მაქვს რომ მე ვერ ხვდები რანაირად არ უნდა გადარდებდეს იპოდრომის ტყის გაჩეხვა. მართლა უბრალოდ არ მესმის, აქ ხო არ არის პარტიულზე და რაღაც არაფერზე არ არის რა, უკვე უბრალოდ იმაზე რომ სუნთქვას ვეღარ შევძლებთ. თან ქალაქის ისეთი ნაწილია, მართლა ეგეც თუ გაიჩეხა, მართლა საიდან უნდა მოვიდეს ეს ჟანგბადი? იქ უკვე არ საიდან. თან რა არის, იცით, ამას ყველაფერს ემატება აი უსამართლობა რა, რომ ანუ ერთი საკითხია რომ ჰაერი და მეორე საკითხია ის რომ თუ კი სახელმწიფოს სადაც არ უნდა იყოს ერთ პატარა შრეში თუ მისცემ უკანონობის ჩადენის შესაძლებლობას, გაიზრდება და ოდესღაც მივალთ და სადამდეც მივედი რა. ხო, იმიტომ ზუსტად იგივეა, ანუ თუ ერთ ადგილას შეილახება მოსახლეობის ინტერესები, შეილახება მეორე ადგილასაც მოსახლეობის ინტერესები. ამიტომ ჩვენთვის ეგეც მნიშვნელოვანი იყო რომ მარტო იპოდრომს რო არ დათმობოდა, ეხლა წეღანათომაც ახსენა დღის განმავლობაში და ამიტომ მოსახლეობას მოუწევდებ რომ დღის თვე შემოგვიერთდეს, სხვადასხვა გარემოსდაცვითი და სხვადასხვა სამეზობლოები მოიტანენ თავთავიანთ საინფორმაციო ბროშურებს, ასე შემდეგ შეგიძლებათ მათთან გასაუბრება, მათი პრობლემების გაზიარება და ასე შემდეგ და იმედი მაქვს რომ ყოველთვის საინტერესო და ყველასთვის შესაძლებელი იქნება ხმა მიაწვდინოს თავის თანამოქალაქეებს, თავთავიანთ პრობლემები გაუზიარონ. ნამდვილად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი გიორგისთან გადავიდეთ კითხვით, აი აქ მეც რომ მოვაყოლე ეგრევე რაც ეწერა რომ ადგილობრივი მაცხოვრებელი, შენ იქ ცხოვრობ, ხო იქ? ცხოვრობდი. თან ცხოვრობდი. შესაბამისად კიდევ უფრო ახლოს გეცოდინება თემა. შენ როგორ აღიქვა ამ მდგომარეობას და რამდენად გააქვს საერთოდ იმედი იმისი რომ შეიძლება საერთოდ ოდნავ მაინც რეაგირება მოყვეს ამ ყველაფერს. რა ხარ ასე ვსაუბრობთ შენ თუნდაც? ჩემთვის რაღაცეთ პირადი სივრცე არის, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვიყავი და რაღაც მეგობრებთან ერთად სულ იქ ვატარებდი ხოლმე დროს და რავი, ერთად ბოლო 5 წელი რას უყურებ, სულ რაღაცა გადაიწევა, გადმოიწევა, ქვიშა გადაიყრება, გადმოიყრება და რავი, არ ვიცი რა, ყველაზე მეტად ალბათ მაწუხებს რომ რაღაცები არ იცვლება და არაფერი არ მთავრდება. ეხლა რაღაც ინფორმაციები რაზეც ისაუბრა თქვენმა რესპონდენტმა, მე არ ვიცოდი ძალიან ბევრი დეტალები რა, ეხლა უფრო მეტად გავესანი. ამ შემთხვევაში რაღაც უფრო მუსიკალურად მინდა ჩავერთო, ჩემი მხარე გამო, ჩემი პოზიცია მაგითი გამოვხატო, იმიტომ რომ ერთადერთი რაღაცას ვთქვათ, იარაღი ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე ეგ არის. თან საინტერესოა ის დამოკიდებულება, რომ ვიღაცებს პერიოდულად ვესაუბრები ხოლმე იქაურებს, ვინც კიდე იქ ცხოვრობენ და აი ხა უყურებოდი შემოსასვლელში რომ ვიყავით, რომ რაღაც
ბოლომდე მაინც და მაინც ვერ გზნობ იმას, რომ აი ის იმათ აწუხებთ. ისე რომ ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან ბევრს აწუხებს და ყველას აინტერესებს, როდის დამთავრდება ეგ, მაგრამ აი ისე აქტიურად როგორც აი მაგალითად ჩართული ხართ თქვენ არ არიან ეგრე ჩართულები. უთხრით რომ უბრალოდ შენებლობის პერიოდში დისკომფორტებია თუ აწუხებთ თვითონ ის რომ ფაქტია. აი ეგ არის, აი ძალიან ისეთი უცნაური დამოკიდებულება იყო, ეხლა რამოდენიმე ყველაზე არ ვსაუბრობ კიდევ ერთხელ, მეორე ძალიან ბევრი მეგობარი ცხოვრობს ჩემი იქ და ბევრს არ მისაუბრე, მაგრამ ალბათ ხვალ გამოჩნდება პოზიცია რამდენად ბევრი ხალხი მოვა, იმიტომ რომ მე რომ ეხლა იქ აღარ ვცხოვრობ, მაგრამ იქ რო ვიყო, წამოვიყვანდი იქ უბნელებს, მეზობლებს, რავი მშობლებს, ყველას წამოვიყვანდი და ალბათ იგივეს ვეტყოდი მე, იმიტომ რომ ხვალდაზე თვითონ მოუწევთ, რავი მაგ ყველაფრის გარეშე ცხოვრება და ეხლა მე პირადად ძალიან კარგად ვიყენებდი მაგ სივრცეს, რა თქმა უნდა ჰაერის კუთხით, ძალიან ბევრ დროს ვატარებდი, ვარჯიშობდი, მე ფეხბურთელი ვიყავი და ამიტომაც რავი. ხო, წინ ბლოგში სტუმრები ყვავდნენ ფსიქოლოგები და ძალიან მნიშვნელოვან რამზე ვისაუბრეთ, რომ რაღაცნაირად საზოგადოება თითქოს გახლეჩილი არის ორ ნაწილად და ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან ჩვენ აქ ერთი ნაწილი ვთქვათ ჯგუფი როგორც ქალბატონმა მარინამ ახსენა თავის თავს ელაპარაკებენ, იქაც თავის თავს ელაპარაკებენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან და აქაც ერთმანეთს ელაპარაკებენ. რაღაც სივრცეები არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ხო, თუნდაც ის რომ სუფთა ჰაერი გვჭირდება, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანს სჭირდება სუფთა ჰაერი. თუნდაც ის რომ საცობში ვწვალობთ, ნებისმიერი პოლიტიკური თუ სხვა განსხვავებულობის მქონე ადამიანები ყველა წუხდება ამ საცობში და ეს თვითონ ეს ფაქტი და ეხა მუსიკაც რო ყველა ადამიანს აერთიანებს და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი რაღაცების შექმნა, ეს ძალიან მაგარია, მაგრამ ხო არა, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ და ის რომ ვთქვათ ეს ადამიანები შეიკრიბონ ერთად და როგორ ფიქრობ გიორგი, ანუ გაიგონებენ ჩვენ ხმას? რავი, ნუ ყოველ შემთხვევაში ცდილობა ღირს თან მithumetes 17 ჯგუფი, რაც ოთომ თქვა ძალიან დიდი რიცხვია რა. ანუ ფესტივალს უდის, ანუ ესე იგი ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ეგ პროტესტი და ეხა თუ ამდენ ჯგუფებს აქვთ, რომლებიც მართლა მოდიან უსასყიდლოდ უკრავენ გამოხატავენ პროტესტს, მაგრამ იქაურების ძალიან დიდი, ჩემი ერთ ყველა იქ უნდა იყოს, ვინც საბურთალოზე ცხოვრობს და ვინც უშუალოდ იპოდრომის ტერიტორიაზე მithumetes და აი იქ იქნება ძალიან საინტერესო რა, იმიტომ რომ ამდენი ჯგუფი თუ მივდივართ და ამდენი მუსიკოსი და ამდენი რაღაცას თუ ვაკეთებთ, იქაურებისგანაც უნდა წამოვიდეს, რავი, ახლა მე ეგრე ვთვლი, მე იქ რო ვიყო, ასე თქვა კიდევ ერთხელ ვიმეორე, ყველას წამოვიყვანდი და თუ იქიდან ვერ წამოვიყვანე ბევრი ადამიანი, ალბათ, ნუ რა ვიცი, ზოგი გვეტყვის, რომ აგერ თვითონ მოსახლეობას არ არის, არ პროტესტებს დიდად. გარკვეულწილად არ მისვლაც რაღაცა პოზიცია არის, ამიტომ აქ ვინც ჩვენ გვიყურებს ახლა ეთერში და ვინც შემდეგ შეიძლება უკვე სოციალურ ქსელებად ნახავს, გთხოვთ, ძალიან თუ თქვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი განსაკუთრებით იქვე მცხოვრებ ადამიანებს გიორგის მინდა გამოეხმაურო. ალბათ ხო, კარგი იქნება თუ ხო, რა თქმა და წინააღმდეგობას, იმიტომ რომ სხვანაირად კი და ნუ შეიძლება ხვალვე ზეგ და ორ დღეში და ამდენი ხანია უკვე სულ არის პერიოდი ეს რაღაც აქტივობები ეს იპოდრომის უბეტონო მხარის, მაგრამ ვიცი რა, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ერთ დღეს არ გაიგონონ ასე და ხო, კარგი, აბა წავედით მაშინ ამას რა თქმა უნდა რომ არიზამენ, თუმცა ის რომ დისკომფორტი შეექმნებათ მათ, ის რომ დაინახავენ რომ აქ ადამიანებისათვის სულ ერთი არ არის ეს და ის რომ მარტო თვითონ კი არ ცხოვრობენ ამ ქალაქში, ხალხი ცხოვრობს ირგვლივ და მათიც არის ეს ქალაქი ჩვეულებრივად, ჩემი გადმოსახედიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის რა. ანუ თომ როგორც თქვა, მაინც ჯერ ტყის ზონაში კეთდება, სადაც კიდე ხეები არის და კონცერტი ასე თქვა და ეგეც მნიშვნელოვანია მე მგონი. ამ ხარეს შეუძლებელია უკვე კონცერტის გაკეთება. ცალკე კიდევ ბევრი ექსპერტები არიან, რომლებიც საუბრობენ თუ რამდენად არასწორ ადგილებზე შენდება კორპუსები, ზოგადად, ანუ ამ კუთხითაც ძალიან, ანუ რახან შესმენაზია, ისეთი ადამიანების არ შეისმინეს და ისეთი ექსპერტების, რომ აი მაგალითად ძალიან საშიშია აი კორპუსის დადგომა, განსაკუთრებით აი ზემოთ უკვე პლატოებისკენ, ხო, აი 112-ის რო არის. უცხოპლანეტელის თებში რო დგას. აი მანდ, ანუ ძალიან საშიშია მარტო. იპოდრომის მინდორი თვითონ არის გამშალი ჭაობი. ხო, იქით შეიძლება ხეება გაამაგრეს საძირკველი ხდება ხოლმე, მაგრამ ეს ანუ უბრალოდ არ შეიძლება. აი უკეთესად ისაუბრებს ვახტენგ. საქმე რა შეიცით რა, ამ შემთხვევაში ტყის ხარის მშენებლობა შესაძლებელია და იმიტომაც აპირებენ მან დაშენებას, მაგრამ საქმე რა შეიდა, ეხლა რა არის ჩემი აზრით მან ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ დააკვირდებით იპოდრომის ტერიტორიაც არის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი თბილისისთვის და ფუნქციურადაც.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ისტორიულად ვთქვათ საზმაუს შენობა, მისი არქიტექტურული ღირებულების და ურბანული თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის ლაგუნა, ასე შემდეგ. და თუ დააკვირდებით, ეს ერთი და იგივე ბიზნეს ჯგუფი, ქართულ ფონდი იქნება თუ მერე უკვე შემდგომში ვისოლი გრუპი. ზუსტად ესეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ღირებულ ადგილებს თუ ობიექტებს ყიდულობენ და მათ ანადგურებენ. ანუ აი გარდა იმისა, რომ ვიღაცამ რაღაცა იწერან თომახსენა, რომ იყიდა ადამიანმა ლეგალურად, არალეგალურად არ უყიდე. არავინ არ ეუბნება სოსო ფხაკაძეს ან კიდე ვინმეს ნებისმიერს, რომ რაღაც არ იყიდო. შეგიძლია თუ ტყე გინდა რომ გქონდეს, იყიდე ტყე, მაგრამ უნდა დაანებო თავი იმ ტყეს, იმიტომ რომ ის სარეკრეაციო ზონაა და ამ ფუნქციას ასრულებს წლებია, ხო? იგივე თქვათ ლაგუნა და იგივე თქვათ საზმაუს შენობა, რომელიც ზუსტად იგივე ჯგუფის და იგივე მეპატრონის ხელშია ახლა და იმაზეც იგივეს ამბობენ, რომ აქაც დეველოპერული მიზნებისთვის შევისყიდეთ, ხო? ანუ მნიშვნელოვანი არის ის, რომ გარდა იმისა, რომ რაღაც ერთი მხრივ ზიანდება ჰაერი, ურბანული თვალსაზრისით კიდევ უფრო მძიმე ეფექტებს მივიღებთ, მეტ საცობს, მეტ მანქანას, მეტ გამონაბოლქვს, რომ აი ეს რაღაც დარტყმები თითქოს რაღაც სპეციალური მას გავს, რომ აი რაც მნიშვნელოვანი არის ვიღაცაებისთვის, რაც ხო, აი რაც ქმნის ამ ქალაქის ღირებულებას, აი ესეთი რაღაცები წავშალოთ მთლიანად და ამის ხარჯზე მოხდეს ვიღაცაების ჯიბის უსასრულოდ გამდიდრება, გასქელება და ასე შემდეგ. ხო, თან თუ მართლა კარგად დავაკვირდებით, ისეთი ადგილებია, სადაც ადამიანების თავშეყრის ადგილია, ლაგუნა, მერე მაგალითად იპოდრომი. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავშეყრის კი არა, მთელი ქვეყნის დაფარვის და ხალხის ხმის გაჟღერების ადგილია და სწორედ ამას კლავენ, როგორც ხედავთ უკვე და ყოველდღიურად უკვე წმუნდებით, რომ პირადად ფიზიკურად ადამიანებზეც არიან გადასულები, რომ თავისუფლებას უზღუდავენ, ცემენ, ჩაგრავენ და ყველანაირ სოციალურ სერვისებს ანადგურებენ, იმიტომ რომ ხო, აი არ ვიცი, რაღაც ჭირდებათ, რომ თვითონ უკეთესად იცხოვრონ, ალბათ. აი ამასთანავე მე მაგალითად ცოტა ბოლო პერიოდია, ანუ ალბათ აგენტების კანონის მერე ძალიან გულწრფელად, მაგრამ გულდაწყვეტილი, მაგრამ გულწრფელად ვამბობ ხოლმე, მათ შორის აი იპოდრომელები რა, იქ ადგილობრივი ყოველდღიურად მეც იქ ვცხოვრობ და რომ დავდივარ და მეკითხებიან, რომ აი რამე საშველი იქნება შენი აზრით რამეს ვიზამთ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში მართლა ყველანაირ გზას, აი რაც კანონით გაქვს, ყველაფერს ვცდილობდი, მიუხედავად იმისა, წამდა თუ არ მწამდა, მჯეროდა თუ არა ვიღაც მოსამართლის, მაინც ვაკეთებდი მაგას, რაც უნდა გამეკეთებინა. და აი ბოლო დრო არის აი აგენტების კანონის მერე როგორც დამძიმდა ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია, ყველას გულწრფელად ვეუბნები, რომ იპოდრომის იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამის საშველი არის, რომ ქვეყანას უნდა უშუალოთ რა, ანუ ქვეყანას გვართმევენ ახლა და შესაბამისად იპოდრომს წაგვართმევენ თუ რაღაც უკვე მიბმულია ამ პრობლემაზე. ანუ როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ აი ამ პოლიტიკურ სიტუაციაში, ამ რაღაც ფაქტიურად დიქტატურაში დაგითმობს ეგ ჯგუფი სიტყვაზე ამ შემთხვევაში იპოდრომს, ან იქით საზმაუს, ან რაც იქნება, ხო? ანუ შეუძლებელი არის, ამიტომ მაგიტომ ვთქვი, რომ აი ჩვენი მიზანი ეგეც იყო, რომ გარდა იმისა, რომ აი ამითი ამ სარეკრეაციო სივრცეს ვიცავთ, გვინდოდა რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო გაერთიანებული იმ საერთო პროტესტთან, რაც არის თავი და თავი ჩვენი ყველა პრობლემის, რომელიც მოაგვარებს მერე სხვა ყველა და ჩვენ პრობლემას. იმიტომ რომ მართლა არ მესახება სხვანაირად, ეს ერთ მხარეს გითხრან რომ კარგი და ყველაფერზე დაგთანხმდნენ და თან მეორე ხელით გცემდნენ, ესე არ ხდება, არსად არ მომხდარა და ვერც საქართველოში ვერ მოხდება. ნამდვილად და არ ვიცი, ძალიან ცოტა დრო გვაქვს უნდა დავასრულოთ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს თუ ფიქრობთ კიდევ თქვათ აი ამ პროტესტის ფარგლებში რაიმე მსგავსი აქტივობების დაორგანიზებას. აუცილებლად, რავი, ახლა საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მე მგონი კარგად ჩანს ამ საპროტესტო ცხოვრებაში უკვე ეს რაღაც მოძრაობა ის აღარ არის, ყოველდღიურობა ხარ რეალობა გახდა ყველასთვის. და რავი მე პირადად რამეს თუ ვფიქრობ, სულ მაკეთ მიდის ხოლმე ფიქრები. და ხო, ანუ ჩვენ პარალელურად ვახორციელებთ ესეთ პროექტს, პროტესტსაც ეხება მიკა მდინარაძე არის ესეთი კომპოზიტორი, რომელსაც დაწერა გალობანი სისტემისანი. და უკას ძმა არის შორეული და ის არის აი მაგას საზოგადოებრივ მაუწყებელთან შევასრულეთ. ეს არის 40 წუთიანი ატონალური მუსიკა, რომელიც სრულდება აქციის მონაწილეებთან ერთად.
სხვადასხვა მორდორების შესაძლებლად. ამ დღეებში ეს ხვალინდელ აქცენტს უკვე დღევანდელ აქცენტს დავსვავთ და კვირაში იმეც ვესტუმრებით აუცილებლად. ძალიან და ასე შემდეგ, რავი, ესე ჩვენ სულ დავდივართ და რავი, ასევე პრობლემატურ საკითხებსაც შეეხება ამასაც ამ კონკრეტულ ღონისძიებას იბრძვის ქვია მუსიკალური აქცენტი მიტაცება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ამ დიდი მიტაცების ნაწილი. და მუსიკალური აქცენტების გაგრძელდება და რავი აუცილებლად ვეცდებით რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა ამოვიტანოთ ზედაპირზე როგორც პროფკავშირს შეეფერება. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ასე გვიან რომ ხვედით და გაგვიზიარეთ და მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. ხვალ მართლა კარგი დღე იქნება იპოდრომზე დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი მალე ძალიან კარგად დასრულდება და დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და მე ჩვენ თვითონ მივხედავთ ყველაფერს წყნარად და მშვიდად და უპრობლემოდ. მოკლედ მადლობა დაგემშვიდობებით. 4 საათზე კიდევ ერთხელ შევახსენოთ, 4-დან 11 საათამდე გაგრძელდება საღამოს 11 საათამდე, შემდეგ უკვე იპოდრომიდან იქნება მსვლელობა რუსთაველისკენ. თქვენს დაგემშვიდობებით, შევხვდებით იგივე დროს, იგივე ადგილას. დღეს რა დღეა? ორშაბათს. პარასკევი ორშაბათს შევხვდებით. ნახვამდის.